უყურებთ პირდაპირ ეთერში 25 არხის საშუალებით ჩვენს გადაცემას, 25 არხით ჩვენ თქვენ შეგიძლიათ ინტერნეტში გადავიდეთ თვალი. ეს არის მისამართი სამიტაბულო ობიექტივი.net და ასევე რა თქმა უნდა რადიო ტალღაზე FM 105-დან 0. მე და მაგამ რაზმაძე, მე ნინო გორჩხაძე და მაგა რაზმაძე წარმოგიდგენთ ეთერის რაღაცა ძალიან დავიძაბე. წესით უნდა ყოფილიყო ძალიან თავისუფალი და ესეთი მოგეხსენება დღის შეჯამება დღევანდელი ეთერი, მაგრამ დღეს გვაქვს ძალიან სამწუხარო თემა ეს ერთი და მეორეც ვართ ჯერჯერობით ჩვენი თანაწამყვანის ბესო ზანგურის გარეშე ჩვენ ველოდებით. ეს არის გადაცემა ღამის სტუდია, რომელიც ტრადიციულად ობიექტივის ახალი პროექტი არის და ტრადიციულად ყოველ ღამე თქვენთვის არის ხოლმე ეთერში, სამივე ეთერში, ასე ვთქვათ, ჩვენ ვართ რადიო ტალღაზე 105-დან 0, ვართ ინტერნეტში, ობიექტივი.net ამ მისამართზე და ასევე მივესალმები ბათუმელ მაყურებელს და მე მგონი გურიაშიც უყურებენ ეს გადაცემას. ეს არის გადაცემა ღამის სტუდია. მე გახლავთ ჟურნალისტი მაკა რაზმაძე, ნინუკა გორჩხაძე არის ჩემი პარტნიორი, სოციოლოგი და ჩვენ ველოდებით წუთი წუთზე ჩვენს ახლანდან სტუმრებს. მე მინდა გახაროთ, თუმცა კი თემა ნამდვილად სამწუხაროა, დღეს ბატონი რამაზ ჩხიკვაძე გადაასვენეს უკვე რუსთაველის თეატრში. და აი იქედან სწორედ ჩვენთან მოგზანდებიან სტუმრად რუსთაველის თეატრის დიდი მაესტრო ბატონი რობერტ სტურუა იქნება ჩვენი სტუმარი ერთ-ერთი და მისი ასევე თეატრის მსახიობები, რუსთაველის თეატრის მსახიობი ბატონი ბესო ზანგური და ბატონი კახა კუპატაძე. ჩვენ აი ველოდებით წუთი წუთზე მათ ისინი რუსთაველის თეატრიდან მოვლენ, ცოტა ხნით ალბათ აი ნახავთ როგორ რის საშუალება ექნებათ მათ დასწრების და მანამდე, რა ვიცი, კიდევ ერთხელ მიუსამძიმროთ ბატონ რამაზ ჩხიკვაძის ოჯახს, მთელ საქართველოს, რადგან ეს იყო უდიდესი არტისტი, უდიდესი მსახიობი, არ ვიცი, თითო ჩამოსათვლელი ყავს მსოფლიოსაც კი ასეთი დონის არტისტები, ნამდვილად მე მგონი ამას არ ჭირდება ჩემგან ძალიან ბევრი ლაპარაკი და ბევრი ახსნა განმარტება თითოეულმა ჩვენთაგანმა ვიცით ვინ იყო რამაზ ჩხიკვაძე და ის ჩვენთვის არის ყველასათვის ერთნაირად ძვირფასი. მე მინდა გითხრათ ჩვენი ტელეფონის ნომერი, სადაც შეგიძლიათ დარეკოთ და პირდაპირ ეთერში დაგვისვათ ნებისმიერი შეკითხვა თემასთან დაკავშირებით იქნება უფრო სასურველი, რადგან აი ჩვენი სტუმრებიდან გამომდინარე ჩვენ ალბათ ერთ თემას უტრიალებთ მთელი საღამოს განმავლობაში. ჩვენი ნომერია 2-328-105. 2-328-105. აი ამ ნომერზე შეგიძლიათ დაგვირეკოთ და დაგვისვათ შეკითხვები. ძალიან საინტერესოა ასევე ის, რომ ჩვენ ეს ეთერი გვაქვს ხოლმე როგორც წესი, ძალიან მრავლად ვართ ეთერში, გვყავს მესამე თანაწამყვანი და გვყავს ხოლმე სტუმარი და ჩვენ რაღაცნაირად დღეს ვაჯამებთ, განდულ დღეს, მაგრამ დღეს მხოლოდ რამაზ ჩხიკვაძეთ შემოვიფარგლებით, მე ესე მგონია და იმსახურებს ქართველი ერისგანაც, მასმედიისგანაც და ყველა იმ ადამიანისგან, ვისაც ესმის და უყვარს თეატრი, რამაზ ჩხიკვაძე ამას ნამდვილად იმსახურებს. მე ვფიქრობ, რომ რაღაცნაირად ეპოქა დამთავრდა რუსთაველის თეატრში და საერთოდ ქართული თეატრის ისტორიაში ერთი ძალიან დიდი ეპოქა დასრულდა. ეს პროცესი დაიწყო რობერტ სტურუას თეატრიდან წამოსვლით და დასრულდა რამაზ ჩხიკვაძის სიკვდილით ალბათ. მე ასე შევაფასებდი ამას. არ ვიცი, შეფასება ძალიან რთულია, რადგან ეს არის მართლა უდიდესი არტისტი. თვითონ ის მოვლენები, რაც მოხდა ამ ბოლო დროს, აი ბატონ რობერტ სტურუასთან დაკავშირებით, მასთან მიმართებაში, აქედან დაიწყო თითქოს რაღაცა ვარდნა, აი ჩვენს საზოგადოებაში, კულტურულ ცხოვრებაში ძალიან სამწუხარო ამბები წაეწყო ერთმანეთს და მოხდა ის, რომ ჯერ ბატონი რობერტ სტურუა გაათავისუფლეს თეატრიდან, შემდეგ ამას მოყვა ტრაგიკული მოვლენა, როდესაც ქალბატონი ნატაშა ჩხიკვაძე სამწუხაროდ ჩვენთან ეთერში ჩართვის შემდეგ რამდენიმე საათში, 1 საათში სადღაც გარდაიცვალა და აი დღეს უკვე ბატონი რამაზ ჩხიკვაძე აღარ ყავს ჩვენს ქვეყანას, აღარ ყავს საქართველოს და დღეს არის ღამე, როდესაც
ის ბოლოჯერ იქნება რუსთაველის თეატრში ის რუსთაველის თეატრის სცენაზე არის ამ წუთებში ბატონი რამაზ ჭრიკვაძე დასვენებული და მას ემშვიდობება ჯერჯერობით თეატრი, მისი თანამშრომლები, მისი პარტნიორები, მეგობრები და ხვალიდან მთელ საქართველოს ექნება საშუალება, რომ ბატონ რამაზ ჭრიკვაძეს გამოეთხოვოს 2 საათზე არის გამოსვენება, დაკრძალვა ბატონი რამაზის და ჩვენ გამოვეთხოვებით ჩვენს დიდ არტისტს. მე არასდროს არ დამავიწყდება, მაგრამ პირველად მე ვნახე ბატონი რამაზის შესრულებით როლი, ის იყო მეფე ლირი. და ძალიან პატარა ვიყავი, საკმაოდ პატარა. მე მგონი შექსპირისთვის ჯერ აი სასაკე არ არის ვთქვათ ესე 12 თუ 11 წლის ვიყავ, აღარ მახსოვს ზუსტად, მაგრამ მახსოვს ჩემი შოკი, წავიკითხე ჯერ მეფე ლირის, ანუ მივიდოდი თეატრში, ვიცოდი წინასწარ რა თქმა უნდა, რომ მივდიოდი ამ სპექტაკლზე და დედამ მირჩია, რომ გირჩევა რომ წაიკითხო, რომ იცოდი, მიხვდე რაზე არის. იცოდი რომ სულ სხვა რაღაცა იქნება ეს არ იქნება ეს და ნუ რობერტ სტუროა იყო რა თქმა უნდა რეჟისორი და თამამ სპექტაკლი ცნობილი სპექტაკლი თავისთავად შოკი გამოიწვია ჩემში, იმიტომ რომ საერთოდ სხვა ტიპაჟებს და სხვა რამეს ველოდებოდი იქ. მაგრამ თან ახლა ბავშვის წარმოდგენა გასაგებია რომ სხვა თვალით უყურებს ყოველს. ბატონ რამაზით ვიყავი დამონჯებული ვიყავი რაღაცა 2-3 დღე. არა მარტო იმის ასე იგი 12-11 წლის ბავშვი ისე იმოქმედა მისმა მსახიობის ოსტატობამ და გენიალურობამ, რომ შოკში ვიყავ, სუმასზე ვლაპარაკობდი. იყო კიდე თვითონ სპექტაკლითაც მოხიბლული ვიყავი და ნუ კორდილია წარმომედგინა სულ სხვა ტიპი და აღმოჩნდა სხვანაირი ბატონ ჯობილოს ხედვა ჩემთვის იყო რაღაცა ასევე შოკის მომგვრელი, ეს კიდე სხვა თემა, მაგრამ მახსოვს ეს შთაბეჭდილება. როცა მე რამაზ ჭრიკვაძეზე ვფიქრობ, აი პირველი ასოციაცია მაქვს მაინც მეფე ლირი. მე როგორც ვიხილე ეს სცენაზე და ეს დარჩება მთელი ჩემი სიცოცხლის მანძილზე, ალბათ ეს ასოციაცია მექნება. თუმცა მისი აზდაკი იყო საუკეთესო. მაინც უფრო აი ესეთი პირველი როლი არ იყო მისი რასაკვირველია, რადგან მანამდე ბატონ რამაზს ბევრი როლი შეუსრულებია როგორც თეატრში, ასევე კინოში, მაგრამ აი ესეთი საეტაპო სპექტაკლი, მისი საეტაპო გამოსვლა, რითიც დამკვიდრდა იგი როგორც რამაზ ჭრიკვაძე და შემდეგ უკვე რაც იყო მართლა მსოფლიო დონის არტისტი, რომელიც სხვათა შორის აი რუსთაველში არიან ახალგაზრდა თაობიდანაც წამოვიდნენ ესეთი არტისტები, რომ მსოფლიოს ნებისმიერი თეატრი იამაყებდა ესეთი არტისტებიც, როგორც თუნდაც დღესაც არიან რუსთაველის თეატრში, თუმცა პირველი აი საქართველოსდან ესეთი გასროლილი და გაატყორცნელი ხმა პირველი იყო რამაზ ჭრიკვაძე, როგორც უდიდესი არტისტი და რასაკვირველია აღარ ვლაპარაკობ ბატონ რობერტ სტუროაზე, რომელმაც შექმნა ყველა ეს სპექტაკლი და რომელმაც აი ამ სპექტაკლით გაიტანა პირველად საქართველოს სახელი საერთოდ უცხოეთში და საზღვარგარეთ. და ეს იყო პირველი ძალიან ბევრმა ადამიანმა, ძალიან ბევრმა ქვეყანამ გაიგო პირველად, რომ არსებობს ესეთი პატარა ქვეყანა, როგორც არის საქართველო და ეს იყო სწორედ ჩვენი ხელოვნების დამსახურება, ჩვენი ხელოვანთა მოღვაწეების დამსახურება და ბატონი რობერტ სტუროას დამსახურება და მე ანუ მიწყენენ სხვა არტისტები, ყველა ძალიან დიდ პატივს ვიცი, რომ ყველა ძალიან დიდი არტისტია, მაგრამ ერთ-ერთი მათგანი აი ვარსკვლავი იყო ნამდვილად რამაზ ჭრიკვაძე, ბატონი რამაზ. მე რატო ვიცინოდი, ესე შეგვიძლია რომ მაყურებელს უთხრათ, ჩვენ შემოგვიერთ და ძალიან მოულოდნელად ბატონი დავით თარხან მოურავე ეთერში. ამჯერად მე არ შემოგვიერთეთ, მე ერთი წუთით შემოვედი. ის მე ალბათ ძალიან სასიამოვნოა დავით ეს გუშინდელი დღის გაგრძელებასავით არის. ჩვენ უბრალოდ ოდნავ სევდიანი საღამო გვაქვს დღეს გუშინდელისგან განსხვავებით. ჩვენ დავაანონსეთ უკვე რომ შემოგვიერთდება ბატონი რობერტ სტუროა, ბატონი ბესო ზანგური და ბატონი კახა კუპატაძე, ისინი მოდიან რუსთაველის თეატრიდან, სადაც ეს წუთია მიასვენეს უკვე ბატონი. მოვიდნენ, აი? და აი მოვიდნენ ჩვენი სტუმრები, დიახ. მოვიდნენ. დიახ. ეხლა ისინი დასხდებიან და ჩვენ ვისაუბრებთ იმ თემებთან და აი ბატონი რობერტ სტუროა არის. შეგიძლიათ კადრში აჩვენოთ ეს სცენა, არაფერი ისეთი არ არის. სანამ დასხდებიან.
აი ბატონი ბესოზანგური ეხა ჩაგვირლის პირდაპირ უკან ის მიჩვეულია ამ ადგილას ჯდომას თქვენი იცით ჩვენ ერთად მიყვავს ხოლმე გადაცემა გამოგესალმებით ბატონო რობერტ ნებისმიერ ადგილას შეგიძლიათ მოთავსოთ ბატონო ხა თქვენც მან დაბრძანდებით კარგით ბატონ დავით ახან მოურავით ტოვებს დროები ძალიან დიდი მადლობა ბატონ დავით რომ შემოგვიარეთ რაღაცა მაინც მხიარულ ნოტაზე გადავერთეთ და მე მინდა ძალიან სულიყავით ჯერ კიდე დავლაგდებით ცოტა ხანი და არტისტებმა გადაწყვეტეს რომ დიდი მაესტრო ალყაში მოექცია და გვერდებზე დაუწყდნენ მაგრამ შემდეგ აი ტექნიკურმა პერსონალმა თხოვა და მათ შეიცვალეს ადგილები. მე მინდა ძალიან დიდი მადლობა მოგახსენოთ ბატონო რობერტ თქვენ პირადად იმისთვის რომ გამონახეთ ძალა და მობრძანდით აქ ამ დღეს ამ ძალიან მძიმე დღეს ბატონო ბესო დიდი მადლობა ამისთვის ბატონო კახა უღრმესი მადლობა რომ ბრძანდებით ესე გვიან ჩვენი სტუმრები ჩვენ დავაანონსეთ უკვე თქვენ საიდანაც მობრძანდებით რომ რუსთაველის თეატრი და სრულიად საქართველოს ეთხოვება ბატონ რამაზ ჭყიყვაძეს ჩვენს უდიდეს მსახიობს საქართველოს სიამაყეს ვისაუბრეთ იმაზეც თუ როგორი იყო პირველი გასვლა საქართველოს პირველი საქართველოს როგორც ქვეყანა პირველად სწორედ თქვენი სპექტაკლიდან გაიგო მსოფლიომ ბატონო რობერტ და თქვენ იცით რომ ეს არ არის გადაჭარბებული შეფასება და ერთ-ერთი ვარსკვლავი სწორედ აი ამ პირველად გასვლის საქართველოსი იყო სწორედ ბატონი რამაზ ჭყიყვაძე რომელსაც თქვენ ანდეთ ამ არაჩვეულებრივი სპექტაკლების მთავარი როლები რომელსაც გამდით თქვენ და გამდთ დღემდე ბატონო რობერტ მე აღარ ვილაპარაკებ ბევრს თქვენ ბრძანდებით უკვე ჩვენი სტუმარი მოგძანდით და რა ვიცი აი შეკითხვაც არ მინდა დავსვა უბრალოდ მინდა რომ აი თქვენი რაღაც გულის ტკივილი ამ საკითხთან დაკავშირებით თქვენი განწყობა რითიც მოგძანდით დღეს პირდაპირ რუსთაველის თეატრიდან სადაც დღეს ამ წუთებში ასვენია ბატონი რამაზ ჭყიყვაძე ისე მოხდა რომ მე რომ მოვედი თეატრში მე ვიყავი დაახლოებით 19 წელს იმიტომ რომ ბატონ მიშამ მე მისი მოწაფე ვიყავი რაღაც სპექტაკლს გამდა და როგორც პრაქტიკა მომიყვანა თეატრში და რაღაც სცენები დამადგმევინა ფორმალურად ეროსისთან, სალომესთან, რამაზისთან ესენი უკვე ძალიან ცნობილი მსახიობები იყვნენ და მე შენებოდა რომ ძალიან ბევრები არიან და სინამდვილეში იყვნენ 30-35 წლის ახალგაზრდა მსახიობები მაგრამ მათი სახელი უკვე ძალიან ესეთი ცლად იყო გავრცელებული საქართველოში და მე შევერთი ბატონ რამაზთან რომელსაც ჰქონდა ჯერ ესეთი ცისფერი გმირების როლების როლები ჰქონდა მინიჭებული როგორც არის დაახლოებით წესჯენაში და მე კომიკური ელემენტი გამოიცნეს რამაზში ითამაშა ბრწყინვალედ ბატონ მიშას სპექტაკლში ჭერჭინაში და ჭერჭინაში არა ჭინჭრაკაში ბოდიში და მე ვიცი უცბად ყვარყვარე და მე რიჩარდ მესამე რეცეპში ორივე ტრაგიკომიკური როლები ძალიან ისეთი მძაფრი ეხლა უკვე როცა აღმოჩნდა ესე რომ მე რომ მოვედი გვიან მოვედი და რამაზი ცოტა ეხლა ადრე წავიდა და თეატრიდან 10 წელია ეს თეატრში აღმოჩნდა და ეხლა მე გამაგდეს და რამაზი გარდაიცვალა და ასე მეჩვენება თითქოს ეს რაღაც ისეთი კავშირია ჩვენ შორის რომ ეს დამთავრება ძალიან ისეთი ლოგიკური და ძალიან ძვირფასია ჩემთვის, იმიტომ რომ ის ძვირფასი ოქროს ხანა ჩვენი თეატრის დამთავრდა. დამთავრდა, იმიტომ რომ ეს გენიოსი მსახიობი წავიდა.
ასეთი ჩემი სპექტაკლი ალბათ არ იქნებოდა ასეთი პოპულარული და მსოფლიო არც გაიცნობდა შეიძლება ჩემს სპექტაკლებს, რომ რამასკოვაძე არ ყოფილიყო იქ მთავარ როლებში. მე არ შემიძლია არ ვთქვა, რომ ის ნიანგის წრემლები, რომელსაც ახლა მთავრობა უღრის, ეს არის ჩემთვის კიდევ ერთი დამტკიცება ცინიზმის, რომელიც რამაზის მიმართ აქვს და თეატრის მიმართ აქვს რატომღაც საქართველოს დღეს. თეატრი, რომელიც არის ერის გამოხატვის ერთადერთი მე ვიტყოდი პირდაპირ, აი მაყურებელთან ახლა აქ კითხვას არ გინდა, აქ არ არის აუცილებელი შეიცოდე რაც ფილოსოფია. შენ მოგიხარ თეატრში და უსმენ, უყურებ, აქ არის ყველაფერი შეერწყმული, მუსიკა, მხატვრობა და შეხვდები რა კულტურის ერს წარმოადგენს ეს სპექტაკლი, რომელიც ამათ თუ იმ ქვეყანაში შეიქმნა. და დღეს, როცა ამაზე აღარ არის და ხვალ მისი დასაფლავება, მე არ მინდა იქ გამოვჩნდა. ჯერ ეს ჩემი თეატრი აღარ არის. მეორეც ის, რომ ეხლა დაიწყება იქ რობიკო რაღაც, მე არ მინდა ჩემი ისტორიით, ჩემი პირადი რაღაც მომხდარი ამბებით შეუშალო იმ გლოვას, რომელიც უნდა ქართულმა ხალხმა ხვალ გამოხატოს მისი სულის გამომხატველის ერთ-ერთი უნიკალური ადამიანის გარდაცვალების გამო. ეს არის მხოლოდ მსახიობთა ხვედრი, გენიალური მსახიობის შეუძლია გამოხატოს საკუთარი ერის აი ასე უცნაურად და აი ასე ძლიერად, ორიგინალურად და ემოციურად და წვიანურად. რამაზე არ არის უბრალო ადამიანი, ის დარჩება სამუდამოდ ჩვენში და ის არ აქვს მნიშვნელობა სად დაასაფლავებენ მას. მე სულ ვიძახი ხოლმე ხუმრობით დამასაფლავეთ, სადაც ჩემი მე ხარ დაბადებულო, რომ დაიბადა მამაჩემი იქ სამტრედიაში ნაბაკებში. ხუმრობ ხოლმე და ვიღაც გოგოები ბევრია და რა ჩამოვა იქ შედასაპირებლად არ აქვს ამას მნიშვნელობა. ვენაცვალე იმ კაცს, რომელმაც ქართულ კულტურას, ქართველ ხალხს ასეთი უდიდესი სიმდიდრე არ ვიცი მიუძღვნა. მე არ მაინტერესებს მისი ცოდვები, ყველა ცოდვილები ვართ, ყველა ვთხოვთ ღმერთს პატიებას. იმას ჰქონდა ის ძალა, ის ნიჭი, რომ მან ქართული სული გამოხატა ბოლომდე. ასდაკი ის ქართული, ეს ხო არ არის ახლა იქ არც გერმანელი და ბერტის მიერ შექმნილი, ის არის მისი შექმნილი პერსონაჟი. თქვენი და მისი. ეხლა შეგაწყვეტინებთ, მაპატიეთ ბატონო რობერტ, მაგრამ არ შეიძლება რომ არ აღინიშნოს, რომ ეს ეპოქა არის თქვენი დუეტის შექმნილი. ეს ოქროს ხანა ამ თეატრში თქვენს გარეშეც მე არ მინდა ეხლა თქვენ ამ შემთხვევაში ჩვენ ვლაპარაკობთ რა თქმა უნდა ბატონ რამაზზე, მაგრამ ჩვენ უბრალოდ აღნიშნეთ ეს, რომ დაიწყო ამ ეპოქის დასასრული, დაიწყო თქვენი თეატრიდან გაგდებით, მერიდება კიდევაც ამ სიტყვის გამეორე, თქვენი მოხსნით, რასაც შევეგუეთ მეტნაკლებად, ხუმრობით მაინც და ბატონი რამაზის სიკვდილით. რაღაცა თითქოს დასრულდა ეს ეპოქა, მაგრამ თქვენს ანუ თქვენთან რაღაცა განუყოფელი ნაწილია თქვენგან რამაზ ჩხიკვაძე. სანამ მობრძანდებოდით, მე პირველი სპექტაკლი რაც ვნახე რუსთავის თეატრში, თქვენი იყო მეფე ლირი. და ჩემ აბსოლუტურად შოკირებული ვიყავი, ახლა შემიძლია გავიმეორო, მიუხედავად იმისა, რომ კავკასიური ითვლება ყველაზე დიდ შედევრად, ესე ვთქვათ, ჩემი პირველი შთაბეჭდილება ლირი იყო, ეს აბსოლუტურად სუბიექტური. და შოკირებული ვიყავი თვითონ სპექტაკლით და შოკირებული ვიყავი რამაზ ჩხიკვაძით და ნუ ის რომ ეს ორი გენია ერთად იყო არ მწვნია ეს თქმით და ეს არის არც გადამეტებული ნამდვილად ეს იყო თქვენი ეპოქა რაღაცნაირად აი თქვენ ორი ქმნიდით არაჩვეულებრივი მსახიობები თუმცა ამის თქვა ყოველთვის შეიძლება
ეს აღნიშნე. ნამდვილად თქვენი დუეტი იყო. ეს ერთ რაღაცას მოგითხრობ, პატარა ისტორიას კიდევ გერმანიაში, გერმანისტიკის ფაკულტეტის სტუდენტს ახლა მომწერა Facebook-ზე, ქონდა ბრეხტზე სადიპლომო და წავიღო კავკასიურიო. და ვაჩვენეს გერმანისტიკას სწავლობდა და ფეხზე ადგა მთელი ეს დიპლომის გერმანისტიკის კოლეგიაც რა ქვია კომისია ვისაც დიპლომი და შეეფასებინა ლინგვისტის ფეხზე ადდნენ და ნახევარსაათი ტაშს უკრავდნენ ეკრანზე რამაზ ჩხიკვაძეს და რობერტ სტულოვას ცოტა ნახე ეს მეტყველებს რაღაცაზე ბრეხტის ქართული დადგმა ეს არ არის ეს ნამდვილად ქართული იყო ეს თქვენი რეჟისურაც ქართულია და რამაზ ჩხიკვაძეც ქართულია. თუმცა ბატონ რობერტისთვის ეს ალბათ არ არის ახალი მაზი. მე მინდოდა ჩვენგან მოესმინა ეს ზუსტად ამ მომენტში მოესმინა ეს. რასაკვირველია, მაგრამ ბატონო რობერტ, თქვენ მე გისმენდით ყურადღებით და გამიჩნდა ესეთი შეკითხვა და მე მგონი ესეც უნდა იყოს. მინდა რომ დაგაზუსტებინოთ აუცილებლად. ანუ თქვენ ხვალ არ იქნებით გასაგებია. არ იქნები, ხო მე ვიქნები, მაგრამ მე მინდა ეს არის რაღაც ესეთი ინტიმური ურთიერთობა ადამიანთა შორის, რომ ყოველთვის არ მინდა ხო თქვენ დაინახოთ ჩემი ცნებები, არ მინდა რომ დაინახოთ ეპიზოდებს თამაშობს. მას როგორ ვიფიქრებთ? არა, ნუ შეიძლება ვინიყავით თქვენ ერთმანეთს. პოლიტიკოსების გარშემორტყმული ვარ და ყველა ჩემი საქციელი უკვე გადაარჩა სხვანაირად. ეს ხო მათი ოსტატობაა, ხო? რუსეთში წავედი, შპიონია. აქ დავრჩი, მათხოვარია. ვიღაცა უხდის ფულს. ყველაფერი ეხლა ისე იზომება ყველაფერი, რომ უკვე ზნეობა კარგავს ყოველგვარ ფუნქციას და ამიტომ მე ჩემთვის სადღაც ვიქნები ან დუქანში, ან ჩემ მეგობრებთან, ან საერთოდ ჩავიკეტები ოთახში. ახლა კიდე კარგი რომ ახლობლები მიცნობენ რომ ძალიან ჩემის დასაფლავებაზე არ ვიყავ. ჩემ მეგობრები დაადასტურებენ ამას, იმიტომ კი არა რომ ეს არ მიყვარდა თუ რაღაცა მაღელვებდა რომ ვინ დამინახავს და ვინ არა. well არის რაღაც მომენტები რომელიც მე უნდა განვიცადოთ ჩემში. რამაზი არის ისეთივე მოვლენა ჩემთვის როგორც არის ახლობელი ადამიანი. უახლოესი ადამიანი და ნუ მითხეს როგორ ახლა იტყვიან იმას ამას არ მაინტერესებს. მე მაგ ჩემი ურთიერთობა ამ კაცთან რომელიც უკვე აღარ არის, მაგრამ ჩემთვის არის და დარჩება სამუდამოდ. მაშინაც კი როცა ის დავუშვათ ჩვენ არ ხდებოდით ერთმანეთს მე ფიქრობდი ჩემთვის მოეწონება ეს დრამას თუ არა ან დრამას რო ეთამაშა ეს როლი მეუბნებოდი დავუშვათ რუს მსახიობს თუ ებრაელ მსახიობს თუ ფინელ მსახიობს აი რამას შევაზე ამას სხვანაირად ეთამაშებდა თუ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა საერთოდ ჩემ ხელოვნებაში თეატრის და საქართველოში საერთოდ იმას იუმორი და ტვინი ქონდა ისეთი რომ ის ყველაფერს იოლად ხდებოდა და ყველაფერს უკეთებდა უმაგრეს იუმორულ ანალიზს არასოდეს არ იყო ისეთი სერიოზული როგორც ბოლოს გახდა იმიტომ რომ გზნობდა რომ უკვე დიდი საკედან და ეს ებრძოდა ამას და მე ვნახე ის რაც მომიყვა ბოლოს მე ცუდად გავხდი მაგრამ ვერ გავაჩერე ნუ ეხლა მე შეიძლება სხვა რაღაცას ვლაპარაკობ მაგრამ აღარ არის ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანი და ხშირად ვამბობდი რომ ეხლა მამასთან ურთიერთობა ყველას ბიჭს რთული აქვს ყოველთვის არის პრობლემები და მე როცა მამაჩემ გარდაიცვალა მე მივხვდი რომ ის უფრო მე მივხვდი რომ ის სამუდამოდ დარჩა ჩემში და რასაც არ უნდა ვაკეთებდი მაინც იქ მიზიზდა ის აი რაღაც კარნახობს შენიშნებს მეუბნება ასევე რამაზი დარჩება ჩემში თუ რაღაცას კიდე მოვასწრებ იმიტომ რომ
ის Facebook-ში მიწევი მე ვთქვი რამას მალე ჩამოვალით შენთან და ერთ სპექტაკლს ერთად დავდგამთ. მით უმეტეს რომ მსახიობები იქ ძალიან მაგრები დაგვდებიან. ძალიან გსურდა მოხდება ასე. გამოც რამას ჭირავს რომელიც ჩემთვის არის საქართველოს ეხლა ზოგი კუთხრობაში ნუ ჩამომართმევს იმერეთის თვითონ გრული მაგრამ იმერეთში გაზარდა გაჩილაძე დედამისმა წევაში ეს ორი კულტურა ერთმანეთში შეერთა ეს ორი იუმორი იმერული გამოვიდა რაღაც საოცარი არსება რა მე ვიტყოდი რომ აი საოცარი გენია იმიტომ არტისტი როგორც ლირი ამბობს ხემით წერტამდე მე ახლა ეს ბოლო რამია როცა ამაზე რუსთავის თეატრის სცენაზე გამოდის ასე ვთქვათ ანუ წევს და უსურვოთ მას ის რაც შეიძლება ჩვენ ცოცხლებმა ნახევრად მტრებმა უსურვოთ მტარს რომელიც ის რაღაცას ელის ბატონო რობერტ ბატონი რამაზ ჭრიკვაძე ბოლოს ჩაერთო ჩვენს ეთერში თქვენ იცით ამის შესახებ აი სწორედ თქვენ რასაც ბრძანებთ ახლა აი ეს ჩართვა იყო ამის დასტური რომ თქვენ იყავით ყოველთვის განუყოფელი ნამდვილად ხელოვნებაში დასაკვირველია თქვენი პირადი ურთიერთობა აბსოლუტურად თქვენი საქმეა და თქვენი პირადი არავის განსახილველი არ არის როდის როგორ რა იყო თუმცა აი თქვენ ბრძანეთ რომ დიდხანს რაღაცა პერიოდი იყო როდესაც თქვენ არ გქონდათ კონტაქტი და სწორედ მიუხედავად ამისა ბატონი რამაზი იყო თითქმის ერთადერთი ადამიანი რომელმაც თქვენ პირდაპირ მხარდაჭერა გამოაცხადა თქვენი როდესაც თქვენ მართლა ძალიან გიჭირდათ ანუ გაჭირვებას ხვდებით რასაც გულისხმობთ ეს იყო პერიოდი როდესაც აი მართლა მეხივით გავარდა მართლა შოკი იყო აბსოლუტური ხვდეთ თქვენ კი არა ჩვენ ყველანი არ მოქალაქეები ვიყავით შოკში რადგან ვერ წარმოგვედგინა რომ რუსთაველის თეატრი შეიძლება ასე დაატოვებინა იმ ადამიანს რომელმაც ეპოქა შექმნა მთელი რუსთაველის თეატრში ქალბატონი ნატაშა ჭრიკვაძე არ შემიძლია რომ არ ვახსენო არ შემიძლია რომ არ ვახსენო რადგან სწორედ ჩვენთან ჩაერთო და სწორედ აი თქვენი მხარდასაჭერი პირველი ტექსტი სწორედ ქალბატონმა ნატაშა ჭრიკვაძემ ბრძანა და ეს იყო არაჩვეულებრივი ტექსტი შემდეგ აიტაცეს სხვა ტელევიზიებმა სხვა სააგენტოებმა იმდენად მართლა ზუსტად გამოხატა ამ ადამიანმა თქვენს მიმართ მხარდაჭერა და მაგალითი გახდა ეს ადამიანი იმისი როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი ესეთ სიტუაციაში ნამდვილად არაჩვეულებრივი გამოსვლა იყო ქალბატონი ნატაშასი შემდეგ ჩვენ უკვე ხვდა ბედნიერება წილად რომ ბატონმა რამაზმა შეძლო და ისაუბრა იმ თემაზე და მან სხვათა შორის მე შემდეგ გავრცელდა სხვადასხვა მოსაზრებები, პოზიციები, უნდათ შელამაზება მისი სიტყვების, მისი გადმოცემული არსის თუ ასე შემდეგ, მაგრამ მან მე ვიყავი ეთერში, მე მივიღე ეს ზარი და მე ეს ვიცი ზუსტად. და ეს ჩანაწერი დევს ინტერნეტში, მადლობა ღმერთს, ვისაც შეუძლია, ვისაც აქვს სურვილი, შეუძლია გადაამოწმოს. მან პირდაპირ მხარდაჭერა გამოთქვა თქვენი და პირდაპირ დაადანაშაულა ხელისუფლება, რომ ეს არ შეიძლება ასე მოექცე ადამიანს. მოხდა ძალიან დიდი უხეშობა. ეს იყო მისი სიტყვები. და ამითი გახდა გასაგები მისი პოზიცია და ამით გახდა გასაგები ყველაფერი. ეს იყო თითქოს აი მისი ბოლო მეგობრობა, მისი ბოლო ნიშანი თქვენს მიმართ გამოხატული. მე მინდა ბატონო რობერტ გადავწერე თქვენს ახალგაზრდა მსახიობებს სიტყვა, ისინი აქ არიან, აი ბატონი ბესოზანგური, ბატონი კახა კუპატაძე. მე მინდა რეალურად მე არ ამაქვს რასაკვირველია შეკითხვა, რა შეკითხვა შეიძლება ჩვენ ამ თემას უტრიალებთ დღეს და ეს ამაზე იქნება ეს გადაცემა მთლიანად. მე მინდა საშუალება მოგცეთ თქვენ გამოთქვათ, აი როგორც ახალგაზრდა თაობის არტისტებმა ბატონ რამაზ ჭრიკვაძესთან დაკავშირებით თქვენი განწყობა და თქვენი დამოკიდებულება სიამოვნებით გისმენთ ეს რა შემიძლია მე ვთქვა
ამ შემთხვევაში ბატონმა რობერტმა ბრძანა რომ დასრულდა რაღაც ეპოქა. მე რუსთაველის თეატრი ხშირად მithქვამს და კიდევ ერთხელ გავემეორებ რომ რუსთაველის თეატრი ჩემთვის არ წარმოადგენს იმ ულამაზეს მართლა შენობას, იმ ულამაზეს ჩუქურთმებს და იმ სცენებს როგორც სტურუას და ეს ბომბერაზე მსახიობის გარეშე, რასაც ქვია რამაზ შვიკვაძე. მე რომ მსახიობი გავხდი, რაღაც მიზანი და ოცნება ყოველთვის მქონდა, რაღაც ყველა მსახიობს აქვს მისწრაფება გზობს, ჰოლივუდი უნდა ზოგს, ის უნდა ზოგს, მარჯანიშვილის თეატრი უნდა ზოგს, თომანიშვილის თეატრი. ჩემი მიზანი და ოცნება ხელუწვდენელი, რასაც მე ვერასოდეს ვერ ვფიქრებდი რომ მე ხელმწიფებოდა, ეს იყო რუსთაველის თეატრი, ანუ რობერტ სტურუა და შემდეგ მის მიერ შექმნილი სპექტაკლები, რომლებიც წარმოაჩინა ბატონმა რამაზ შვიკვაძემ. მე ვერ ვიტყვი რომ დღეს ეს ოცნება დამენგრა, როდესაც ბატონი რამაზი ბოლო ღამეს ათვს თეატრში და სცენაზე, რომელსაც ქვია რუსთაველის თეატრის სცენა. ადამიანებმა კიდევ ერთხელ, როგორც ყოველთვის მე ცოტა ვიტყვი ესე რომ ადამიანებმა არ იციან კარგად რას ნიშნავს სცენა, რომ ამბობენ სცენის მტვერი, რაღაც გამოდიან ესეთი ტექსტებით, ყალბი ტექსტებით. თუ სიყვარული არ გაგაჩნია სცენის, არ შეგიძლია შენ ილაპარაკო რამაზ შვიკვაძეზე. მე მინდა უბრალოდ ეხლა არ ვილაპარაკო ამ ყველაფერზე და მე მინდა ვთქვა რომ გარდაიცვალა ადამიანი, რომელმაც მე როგორც მსახიობს, არტისტს მომიკლა აბსოლუტურად აი გული. ადამიანი, რომელიც იყო მისაბაძი თავისი იუმორით, თავისი არტისტიზმზე აღარ ვილაპარაკებ, ეს ადამიანი ჩემი გასარჩევი არ არის და არც არავის. ადამიანი, რომელმაც ჩემს უსაყვარლეს არტისტუნას მალონ ბრანდოს უფრო ზემოთ ბუნდესლიგაში გადაასწრო. ეს იყო ბატონი რამაზ შვიკვაძე. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ის იყო რუსთაველის თეატრის მსახიობი. ამას არტისტები კარგად მიმიხვდებიან, ვინც მისმენენ. და ეს ადამიანი დღეს ამაღამ ეთხოვება რუსთაველის თეატრის სცენას. მე მინდა რომ მივუსამძიმრო პირველ რიგში ერთადერთ ადამიანს, რობერტ სტურუას, რადგან ეს არის ერთი განუყოფელი სხეული, როგორც ტვინი და გული ვერ იმუშავებს ერთმანეთის გარეშე და ცოცხალი ორგანიზმი არ შედგება. აი ზუსტად ეს ორი ადამიანი ერთად იყვნენ ესე. ესო მაპატია მაყურებელი მსმენელი ეთერში და გავაგზავნოთ მე, იმიტომ რომ ველოდება კაი ხანია. გისმენთ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით? ალო, გამარჯობა, თაღამშვიდობის. გამარჯობა. პირველ რიგში მინდა გამოვხატო მწუხარება ბატონი რამაზ შვიკვაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ასევე მინდა მადლობა გამოვხატო, რომ ამ თემებს ეხებით და საინტერესო გადაცემები გაქვთ. მინდა ბატონი რობერტის მიმართ დიდი პატივისცემა, სიყვარული, თანადგომა გამოვხატო და რა ვიცი, დიდი სიყვარული, ერთ-ერთი თაყვანისმცემელი ქართველთაგანი რუსთაველის თეატრის და დიდი ადამიანების, პატრიოტების. დიდი მადლობა ზარისთვის. ესო შეგაწყვეტინე მაგრამ. ანუ მე რის თქმა უნდა რა, აი იყო ერთი ბრიტანელი დრამატურგი სარა კეინი და იქ იმის ფსიქოზი 4:48-ში წერია, რომ სული და ხორცი ვერ გახდება ერთ სულ და ერთ ხორცს. ანუ ეს იყო რაღაც ერთი სხეული. ბატონი რობერტ რამაზ შვიკვაძე იყო ხორცი და სული. ეხლა რომელი დატოვა მე არ ვიცი. და ამას ძალიან დიდი განსხვავება, ამას ჩემი აზრით თეატრის ღმერთებიც ვერ მიხვდებიან, მაგრამ სული და ხორცი რომ განეყო ერთმანეთს, მაგრამ ეს მოხდა ერთნაირად გარდაცვალება ამ ორი ადამიანის, ერთი გაუშვეს თეატრიდან და მეორე გარდაიცვალა. ჩვენ რაღაც ფანტასმაგორიაში გადავდივართ უკვე, ეს ჩემთვის არის უფრო რაღაც უფრო ავდივარ მე თეატრის სულებში და იმ ღმერთებთან როგორც არტისტი და მე მინდა უბრალოდ ვუსულო ბატონ რამაზ გზა მშვიდობისა და ბედნიერი მგზავრობა იმ გზისკენ, სადაც არტისტების ცალკე სასუფეველი არსებობს და ბატონ რობერტს მე მინდა ვუსულო, რომ მან გადაიტანოს ეს ტრაგედია, იმიტომ რომ
მას დარჩა მსახიობები, მას დარჩა ადამიანები აქ, რომელთანაც მან შეაერთა ხორცი თუ სული, ამას ვერ გავიგებთ უკვე რა. და მინდა ბატონი რამაზის აი ამ საბოლოო ღამეს, რომელიც დაყოფს რუსთაველის თეატრის სცენაზე და კერძოდ აი ამ დედამიწაზე და მე ამოეფარება იმ ესკნელს მისი სხეული და სული აუცილებლად სამოთხეში გაფრინდება. მინდა უსულო იქ ბედნიერი მგზავრობა და ბატონ რობერტს მე მინდა უთხრა ერთი სიტყვა, რომ ბატონ რობერტ, აი უბრალოდ თქვენ არ გაქვთ უფლება რომ არ იყოთ მაგრად და ძალიან კარგად, იმიტომ რომ თქვენ დარჩათ ადამიანები ამ ქვეყანაზე, არტისტები ამ ქვეყანაზე, რომელსაც სურს რომ თქვენ იყოთ ყოველთვის მაგრად, იმიტომ რომ დავასრულებ ისე თქვენი სიტყვებით, ყველა სიკეთე რაც არსებობს ამ ქვეყანაზე უთქმელად უნდა ეკუთვნოდეს იმას და ცოტას გადავაკეთებ მაპატეთ, ვინც სიკეთე დათესეთ მუდამ მთელი თქვენი ცხოვრების მანძილზე. მე მეტი კომენტარი არ მაქვს, დანარჩენი ჩემგან იქნება ზედმეტი. კახასთან მინდა ასევე კითხვით გადავიდე. აი ესეთ ასაკში რაღაცას უნდა ნიშნავდეს, ხო, რომ მაინც მოგესწრო რობერტ სტურუაც და შეიძლება რამაშხიკვაძე საერთოდ არ გითამაშია ეს ძალიან დასანანი და სამწუხაროა, მაგრამ მაინც ძალიან რუსთაველის თეატრი მაინც განსხვავებული, მაინც კი არა, ძალიან განსხვავებული არის ჩვენ ყოველ შემთხვევაში ქართველი მაყურებლისთვის, მას აქვს განსაკუთრებული დამოკიდებულება ამ თეატრთან. რუსთაველის თეატრი ითვლება ყოველთვის მე ესე ვიცი მსახიობებისგან საოცნებოდ, აი ოცნების პიკი საქართველოში თუ კი რამე შეგიძლია და არა მარტო გააკეთო თეატრში თუ სადმე უნდა იოცნებო რომ იყო მსახიობი დაკავებული რაღაცა როლში ან იყო რეჟისორი ეს რუსთაველის თეატრი აი რა არის შინთვის ეს მომენტი აი ახალგაზრდა მსახიობი ხარ და აი რას ნიშნავს ამ ერთი გენიოსის თანამედროვეობა ეგ თეატრში და კიდევ კვალდაკვალ თქვათ რამაშხიკვაძეცა იქ მისვლა. პირველ რიგში უსამძიმლებ ბატონი რამაზის ოჯახს. ბატონ რობერტ ისამძიმლებთ მთელ საქართველოს. და უბედნიერესი ადამიანი ვარ და ძალიან დიდი ბედნიერება ბატონი რამაზი ბატონმა რამაზმა სადაც დახო მთელი თავისი სიცოცხლე მიუძღვნა ქართულ თეატრს, რუსთაველის თეატრს და მთელი თავისი ენერგიები, მთელი თავისი უდიდესი ფიქრები, უდიდესი შესაძლებლობები მიუძღვნა ქართულ თეატრს, ქართულ ხალხს. და ძალიან დიდი ბედნიერება, როცა ამ თეატრში მოხდები და უბედნიერესი დღეებია. ბატონ რობერტთან ერთად. ეს ნამდვილად არის საოცნებო ნებისმიერი ადამიანისთვის იყოს ბატონ რობერტის გვერდზე, კონდეს მასთან ურთიერთობა და მით უმეტეს არტისტისთვის, რომელსაც აქვს საშუალება, რომ იგი დადგეს სცენაზე ბატონ რობერტის ხელმძღვანელობით და მის ითამაშოს მის სპექტაკლში. ძალიან დიდი მადლობა ახალგაზრდა არტისტებს, თუმცა ჩვენ რაღაც ძალიან მძიმე ეთერი გვაქვს ეს თემატურადაც გასაგებია რატომ, მაგრამ აი ძალიან დამძიმდა და მოდით ცოტა ბატონ რამაშხიკვაძე არ იყო ესეთი მძიმე ადამიანი, არ იყო ესეთი მოწყენილი ადამიანი, პირიქით მან ის მთელ საქართველოს უყვარს. მე რა რომ ხორციელად ის დღეს გამოეთიშა და აღარ არის ჩვენს გვერდზე სამოგიეროდ, მას მიყვება მთელი საქართველოს სიყვარული. მოდით თქვა, ჩვენ ხო ვიცით რომ ეს ასეა. ბატონო რობერტი, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ გულდაწყვეტილი ბრძანდებით კონკრეტულ რაღაც ადამიანთა ჯგუფზე, თქვენ მთელ საქართველოს ნამდვილად გულით უყვარხართ და ეს ესე იქნება ყოველთვის. ბოლომდე თქვენ იქნებით თუ 100 წლის შემდეგ აღარ იქნებით და კიდევ ერთი ზარი, ამოდით მივიღოთ ზარი და შემდეგ გამოვწოთ საუბარი. გისმენთ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით თქვენ, დიახ. ალო. მოგესალმებით. მოგესალმებით. ძალიან ისეთი მართლაც მოწყენილი და რთული წუთებია. დიახ. ყველაზე უფრო მაინც ეს ბატონ რობერტ სტურუასთან არის ეს ტკივილი, იმიტომ რომ მთელი სერიოზული შემოქმედება მან ბატონ რამაზთან საოცრად განახორციელა. მე მგონია რომ ეს ურთიერთობა გადავიდა უკვე
უსასრულობაში, სამუდამო უსასრულობაში ბატონი რამაზისა და ბატონი რობერტის ურთიერთობა და მას ვერავინ შეცვლის. და ძალიან ესეთი მაღალი დონის განცდას ამჟღავნებს ბატონი რობერტი, რომ მან გადაწყვეტა, რომ ხვალ არ დაესწროს გამოცდებს. მე არ ვიცი ისთან იქნება, როგორ იქნება, მაგრამ ეს მისთვის ალბათ ყველაზე უფრო რთული და ძნელია. ძალიან დიდი მადლობა. ერთადერთი რამ ეხლა თქვა მაინც ჯიუტად, რომ მიმაჩნია, რომ ის უნდა იყოს რუსთაველის თეატრის ხელმძღვანელი. მან უნდა კიდევ დააგრძელოს მოღვაწეობა საქართველოში და მთელ მსოფლიოში, მაგრამ არა როგორც საქართველოდან განდევნილმა. არავის არ აქვს უფლება, რომ რეჟისორს შეუშალოს მოღვაწეობა მის სამშობლოში, მის ქვეყანაში. ამაზე დიდი ქსენოფობია და სიბოროტე არ არსებობს. სადვარ მე პირადად ალბათელი საქართველო ერთხმად გამოხატავს ამ პოზიციას. დიდი მადლობა. მე ვიტყვი ერთხელ თუ შეიძლება რობერტ სტუროვა როგორც რუსთაველის თეატრის დასისთვის მე როგორც რუსთაველის თეატრის დასის წევრი ვაცხადებ რომ არის რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. მე არ მაინტერესებს ვინ რას და როგორ განაცხადს გააკეთებს, ჩემთვის ბესო ზანგორისთვის რუსთაველის თეატრის უმაღლესი კატეგორიის მსახიობისთვის და მე ვაცხადებ აბსოლუტურად ყველა დასის წარმომადგენლებისთვის რომ რობერტ სტუროვა ჩვენთვის არის რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. მე არანაირად არ მაღელვებს ვინ რა კანონებს წერს სად და როგორ მაპატიეთ ბატონო. მე გარეშე გამიკეთებია ეს განცხადება და იმიტომ ვაკეთებ და თავს ვაძლევ ამის უფლებას. რობერტ სტუროვა არის, იქნება და დარჩება ყოველთვის რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. სანამ მქვია რუსთაველის თეატრის დასის წევრი და როცა მე აღარ ვიქნები, მე ვინც გინდათ ის მოუყვანიათ და სადაც უნდა. მადლობას ნება მომეცით კიდევ დავამატოთ. გარდა იმისა, რომ ბატონი რობერტ სტუროვა თქვენთვის და ძალიან ბევრი ადამიანისთვის არის სამხატვრო ხელმძღვანელი, ისევ რუსთაველის თეატრის იგი არის მსოფლიო დონის რეჟისორი და ჩვენთვის ყველასთვის საქართველოსთვის არის ნომერ პირველი რეჟისორი და ეს ასე იქნება. სტატუსი არ ჭირდება. ქართველი ნებაზე ეს ასე იქნება ყოველთვის. ზამაყურებელს მსმენელს მოусმინოთ, გისმენთ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით უკაცრავად რომ გავოდინეთ ამდენი. მოგესალმებით, მაკა ვარგო მართელი, მივესალმები ბატონ. გამარჯობა ქალბატონო. მოგესალმებით ბატონ რობიკო სტუროვას, მივესალმებით ბატონ ბესოს. გამარჯობა. პირველ რიგში ბატონ კახასაც მივესალმებ. მე მოგაუსურვო, განსხვავებული მოგაუსურვო. და ასევე პირველ რიგში ალბათ რუსთაველის თეატრში მინდა მივუსამჯობრო ის დიდი დანაკარგი, რაც არის რამეს ჭიკვაძის გარდაცვალება. პირველ რიგში რუსთაველის თეატრს, მის დასს და შემდეგ უკვე მთელ საქართველოს. დიდი მადლობა მაკო. ძალიან დიდი მადლობა მაკო მართელი იყო ეს ჩვენი ერთ-ერთი წამყვანი და პროდიუსერი, ჩვენი თანამშრომელი ახალგაზრდა 22 წლის მაკო მართელი. და მან მოგისამძიმრათ ასევე კი ბატონო, გადავიდეთ. მოდი, აღარ გვინდა ბესოს არა, ბესოს დავსვათ კითხვა, არ გვინდა. გასაგებია ჩვენ ყველა გავაპროტესტებთ. ეთერში ბატონ მაჩერებს. გამაფიქსირებინეთ ჩემი აზრი. აქ არის ავტოკრატია ამ სტუდიაში, ჩემს სტუდიაში როგორც თეატრში უნდა იყოს ავტოკრატია. სტოსტონოვი ამბობდა, ეს არის რუსულად უნდა თქვა. მე ვკითხე, ბატონ გოგა, ქართული შესანიშნავად ახსოვდა, დედამისი პაპიტაშვილის ქალი იყო. ეს იყო უდიდესი რუსი საბჭოთა რეჟისორი. დიახ, დასადებია. და ვკითხე ბატონ გოგა, რა სიტყვით თეატრში დიქტატურის შესახებ. გადავიდა ესეც რუსულზე, ამდენი ტერმინი არ იყო. Ты понимаешь, Роберт, это бог хмаконда. Театр это добровольная диктатура. ეს არის გისმენთ ზანდავით გისმენთ. У меня тут добровольная диктатура. გისმენთ გამარჯობა. დიდი სიყვარულით გესაუბრებით ახლა და ერთი რამ მინდა გითხრათ. ძალიან მიჭირს აღმატებული ფორმით საუბარი, თუმცა ეს შემთხვევა, რაც დღეს ჩვენ ახლა გვჭირს დღევანდელი უბედურება და მე ვთვლი რომ ეს ერისთვის ძალიან დიდი ტკივილი არის და
ალბათ ყველა ამას თავისებურად განიცდის და ეს მინდა თქვა იცით ბატონო რობერტ თქვენ მოგმართავთ ახლა მე არ ვიცი რა გენიოსი მე ამას თქვენ ვერ გეტყვით ვინ არის გენიოსი მე ვიცი ერთი როცა კი მიგზნია მე ვარ მუსიკოსი და როდესაც და თქვენ კარგად გამიგებთ როცა ჩემს კანზე რაღაცა აი გადამივლის ხოლმე ეს არის გენიალური და მე ჩემი ცხოვრების მე აი ჭინჭრაკა მახსოვს ძალიან კარგად აი იქიდან მახსოვს ბატონი ჩიყვაძე რამაზე ძალიან მოხელავ ხომ და იმიტომ და იმის შემდეგ მე ესეთი შეცდომა მქონდა მაქვს ხოლმე როდესაც უსმენ მოცარტს თქვა ან ბახს უსმენ ან ბრუბექს უსმენ თქვა ან უსმენ ცეტელინებს აი ეგეთი შეცდომა მქონია და მქონია ძალიან დიდი ნაწარმოები თომას მას რო გითხო იოსებ პიროთ ამიკითხავს პირველ ნუ მოკლედ ბევრი რაღაცა იცით და ეს მიგზნია თქვენ სპექტაკლებზე სხვა დროსაც სპექტაკლებზეც თქვა ნუ მოკლედ მიგზნია მაგრამ აი ეს რო გადამივლის მე ვთვლი რომ ეს არის ჩემი გაგებით ჩემი მენტალიტეტით და ჩემი გაგანებით პატარა ჭკუით აი ეს არის გენიალური მე თქვენ ძალიან დიდი მადლობა მინდა მოგეცადოთ მე შეიძლება აღარც მქონდეს თქვენ მიდიხართ აქედან თუ როგორ ძალიან გული მწივა მაგრამ მინდა თქვენ გითხრათ პირადად რომ მე ეს განმიწია აი ამ ტანდემის დროს სხვა აი ბრეხტის დროს მრავალი აი ბალანსზე ცხენები აი ამ დროს გამიწია და გავგიშებული ვარ მაშინ საერთოდ ფიქრობდი და როგორ შევიკავო თავი და ვერ ვიკავებდი და არის ხელები მტკიოდა და ძალიან დიდი მადლობა თქვენ იმისთვის რომ ეს ადამიანი ეს გენიალური მსახიობი ესე წარმოგვიჩინეთ გვაჩვენეთ მე ძალიან მიყვარხარ თქვენ მე მიცნობთ მე თქვენ გიცნობთ მაგრამ ძალიან დიდი ხანი არ მინახიხართ მიყვარხართ ძალიან და ძალიან მტკივა გული და ძალიან ვარ ყველასთან ერთად თქვენთან ერთად და რა ვიცი მაპატიეთ თუ მე ვილაპარაკე დიდი მოდიში და დიდი მადლობა ძალიან თბილი ზარი იყო საკუთარი პოზიცია საკუთარი პატივისცემა და ბატონო არა ესეთი მაყურებელი ყოველთვის და ესეთი მსმენელი არის ძალიან ემოციური და ხელოვან ადამიანს მე მინდა ერთხელ დავაფიქსირებ ჩემი აზრი რომ არაფერი არ ჭირდება გარდა ესეთი თბილი ქალბატონებისა და ეს თბილი თუნდაც მაყურებლისა რომელიც ხულოდ ქალბატონები ბატონები ქალბატონები თბილი მამაკაცი მე ვერ წარმოვიდგინე თბილი მამაკაცი არა ვერ დაგეთანხმებით მამაკაცები როდესაც ესეთი ესეთი დიდი სიყვარულით გამოხატავენ შენს მიმართ ბატონო დასო თქვენ მხოლოდ საკუთარი თავიდან ნუ გამოხვალთ საკუთარი თავიდან მამაკაცები ძალიან თქო მაგა კიდევ ერთი ზარია ეს ბოდიში გისმენთ პირდაპირ ეთერში გისმენთ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით კიდევ გამარჯობა მე ბედნიერი კაცი ვარ რომ მომეცა საშუალება ბატონ რობერტს და ასეთ ძვირფას ადამიანებს პირდაპირ ეთერში მივესალმო ბათუმიდან გაწუხებთ მოგაბიეთ რა თქმა უნდა ბათუმიდან ლაპარაკიც ზედმეტია იმაზე რომ ჩვენ მტკიცება არ გვჭირდება უბრალო მოსახლეობამ ძალიან კარგად ვიცით რომ რობერტ სტურვა არის გენიოსი და ასევე გენიალური იყო ბატონი რამაზ ჩხიკვაძე გენიოსი როგორც წესი ადვილად ხედავს გენიოსს და იმიტომაც რამაზ ჩხიკვაძე არჩია ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული მე ძალიან მიჭირს ცოტა ველავმა პატით ძალიან მიჭირს რობერტ სტურვაზე ლაპარაკი უпростоროდ იმ განაწყვეტილებაზე ლაპარაკი რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო და საქართველოს ისტორიაში არ მახსენდება არც ერთი მეფე არც ერთი ხელმძღვანელი ისეთი ვინც ასე უტიფრად ექცეოდა ხელოვნების ხალხს არქიტექტურას ყველაფერს ერთ სიტყვით ხო და მაგრამ რობერტ სტურვამ ალბათ ჩემზე კარგად იცის რომ საქართველოს მოსახლეობას უყვარს და ის მოსახლეობის გულმოდგენი ალბათ არ იქნება. დიდი მადლობა მოგბატიეთ. ძალიან დიდი მადლობა ზარისთვის. ჩვენ სატელიტ თანამგზავრის საშუალებით გავდივართ ბათუმის ტელეარხზე, 25 არხზე. ჩვენ გვუყურებს ბათუმი, გურია და მიმდებარე რეგიონები ტელეეთერით უკვე არა ინტერნეტ მაუწყებლობით და ამდენად ხშირია ხოლმე უკვე ზარებით ბათუმიდან. ეს ძალიან სასიამოვნოა.
ყველა გვიყურებს, ვისაც აქვს სატელიტური მაუწყებლობა და ამ დროის განმავლობაში, ანუ 25 ასევე თბილისშიც და სხვა რაიონებში და მსოფლიოშიც და ემიგრანტები გვიყურებენ, ხა ემიგრანტებმა მოგვწერეს ეს ისტორია ბრეხტის შესახებ ინტერნეტის საშუალებით. მე მინდა კიდე გკითხოთ, რომ ილაპარაკოთ, ვისაუბროთ ბატონი რამაზ ასევე რა თქმა უნდა, თქვენ მასთან ერთად სცენაზე თეატრში მუშაობთ, მაგრამ აქვს დაუვიწყარი და არაჩვეულებრივი როლები კინოში. და იყო ასევე უდიდესი მსახიობი ქართული კინოში. აი ცოტა გაიხსენეთ, თქვენ საყვარელი როლი, ან თქვენ საყვარელი რამაზ ჩხიკვაძე კონკრეტულ ფილმში. ჩემთვის რამაზი კინოში ისე არ ითამაშა რომ თეატრში. შეიძლება ჩემში ლაპარაკობს ახლა ჭიავნი თეატრალური რეჟისორი. მე თითქმის ყველა როლი გარდა დავუშვათ გიორგი შენიუას ფილმში ვერისუბლის მელოდიები, სადაც ის გაუგება თბილისზე ვაჭარს თუ რაღაც ისეთი მოაფერისტო ადამიანს რო თამაშობს და მღერის შესანიშნავი სცენა თავისთავად. მე კიდე ხა მახსოვს ლონდრე არაჩვეულებრივია იქა და მაგრამ მაინც ისეთი სტაბილიზება მაქვს რომ მაინც კინორეჟისორებმა ვერ შეძლეს ბოლომდე გამოყენება. ეხლა არ მინახია ის როლი რომელშიც მან მიიღო ბევრი პრიზი იაპონიაშიც გრან-პრი მიიღო როგორც საუკეთესო მამაკაცის როლის შემსრულებელს ბებერ ევრაელს თამაშობს და მე მგონია რომ უბრალოდ ცოტა გვიან დაუძახეს კინოში სერიოზულ როლებზე და მე მახსოვს ერთი ის მინდა ხა ცოტა რამაზზე თუ არ ვილაპარაკეთ და იუმორით არ გამოვა. რასაკვირველია მე სწორედ ეს გთხოვეთ რომ აი ცოტა მე მივხვდი მაშინ რომ ბრძანეთ თქვენ მაგად და ერთხელ ბატონ მიშას რეპეტიციაზე ვართ და ბატონ მიშა ხო გართული იყო ძალიან ქვეტექტებზე და ხა მე რო შემოვიდი რეპეტიციაზე ბატონ მიშა თუმანიშვილმა ხა ცოტა უფრო გამომჟღავნა უფრო ავტოკრატული და დიქტატურული საჭირო ავტოკრატული. ხო რომ მე ვისწავლო ესე იგი და უცბად რამაზი გაქრა მაგიდაზეა რეპეტიცია და არ ჩაშს რამაზი და სადახარ რამაზ დაუზახა ბატონ მიშამ და რამაზმა ამოყო თავი მაგიდიდან მაგიდის ქვეშ იყო და ზაგიდა ეხლა და ქვეტექსტებს ვეძებო მაგიდის ქვეშ და შეიძლება არ არის კლაც სასაცილო საყვები, მაგრამ იმ სიტუაციაში ეს არაჩვეულებრივი და ჩვენ ერთი ზარი შეგვიძლია შემოვშოთ ეთერში, მე რეკლამაზე უნდა გავიდეთ აუცილებლად 5 წუთით და შეგვიძლია ესე გავაკეთოთ. კი არა, სულ რამდენიმე წუთით ალბათ 2 წუთი. გისმენთ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით? გისმენთ? ბატონო რობერტ. თქვენ დანაშ ყველას ატომი დაგაგებთ. გისმენთ ძალიან სასიამოვნო. და გეძინა გადაწყვეტა რამაც შეგვიძლია ყველა განიცდის აქვეა ყოველივე რაც ხდება ეს საქართველოში ბატონო რობერტის ირგვლივ აფეთება ყველაფერი ყველა კითხავს პრესას ტელევიზორს ყოველდღე განგაშია რომელიც გარეთრები რადგეში არიან ეს ქართველები არ არიან მაგენი არიან რა ვიცი ფსევდო ქართველები Rapli yapmadı. Bir de fikre ben onu gatiyon, gataçan konu. Artık bir de şekle var aktiva. Kutlar yani ve o çede bir açık gane khas. Ese ki ya kamat koren khalqi. Kamat koren. Akla groşev söyle böyle ese ki gorme bizde ayvaniş bir sajo konu ha. Betingi da tapina sabit. ძალიან დიდი მადლობა. Aktiva ese ki arbit ya. Rasta keteben. დიდი მადლობა გასაგებია. Kimavenda ესე იგი არ ვიცი რა. არც ჩანძაგდნენ არც იმაშობინა ქვია. როგორ უნდა გაგა გატერო. და თვითონ როგორ გაიქცენ ახლა. ერთი დრო აქენ გაქცევის. დიდი მადლობა გაქცევის და გაქცევის როგორ აი ამას ფიქრობენ.
დიდი მადლობა. მადლობთ ზარისთვის. ჩვენ შეგვიძლიათ გვაქვს სარეკლამო ჭრა თუ შეგვიძლია გაგრძელება? მაშინ ჩვენ ნოღა გავალთ, დიახ, სანამ ეცლებათ ჩვენს რესპონდენტებს დიდი სიამოვნებით. ჩვენ გვაქვს ულევი დრო თქვენთვის ყოველთვის ამ დროს შეხვდა დავწერთ სანამ შეიძლება იყოთ დიახ იყოთ ეთერში ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელოთ გადაცემა. ალბათ იმდენი ამბავია მოსაყოლი იმდენი ესეთი ახალწელს რო გეკითხებია რამე მოყევით ესეთი სასარჩელო ან რაღაცა ვერ იხსენებ ხოლმე და დღეს ახლა ფრთულია გახსენება ახლა იმ არაჩვეულებრივი უბრალო იუმორი არ ქონდა რამაზის ის უსათოდ შეიცავდა რაღაც აუცილებლად ამ დრამატურგს ამ რაღაც აზრობრივ არს და ახლა რაღაც გამახსენდა უცოდ და მე დამავიწყე იმიტომ რომ არა ვარ იმ მდგომარეობაში რომ რაღაც ისე ლაღად მოვაფერე მე უბრალოდ მახსოვს რომ მოვედი თეატრში რამაზის უნდა თეატრიდან წასვლა და უნდა კინორეჟისორი და რაღაც სცენარი მოამზადა რომელიც მისი ბიოგრაფიიდან იყო თურმე მის ბიოგრაფიას ეყრდნობოდა. რამაზი ცხოვრობდა ყაზბეგის ქუჩაზე, მამის იყო ცნობილი პროფესორი, ქართული ფოლკლორის უდიდესი მცოდნე და ცხოვრობდა რაღაც ბინაში და რაღაც ფილმი გამოსულა ამ პერიოდში, როცა ეძებდნენ მას რაღაც სიმდიდრეებს, რა ქვია, განს, მაგრამ ახალი რევოლუცია მომხდარა და ვიღაცა სადღაც მალავდა კედლებში და რამაზი თქვა რომ უერთსახოთ ჩვენ ვეძებდით ამ განძებსო აღმოვაჩინეთ იმაზე სხვენზეო რაღაც უცნაური ისინიო რკინის ასე დაფა იყო დაჟანგული და ზები იყო ასე ხრახნები და ჩვენ მივედითო ეხო და ამ ხრახნების მოხსნა დავიწყეთ და რადგანაც დაჟანგული იყო ცოტა გაგვიჭირდა რაც ორი დღე ვეძებდით კარგი ინსტრუმენტებსო და ბოლოს მოვხსნითო და რაღაც საშინელო ხმაური გაისმაო ქვემოთ თუმცა ამ ხრახნებზე ეკიდა ლუსტრა და დიდი ძვირფასი ლუსტრა და ამათ მოუხსნიათ ეს ლუსტრა რომელიც დაცემულა ოჯახს პირდაპირ მაგიდაზე ეს ხო ძველი ის უბანი იყო იქ ცხოვრობდა ჭავჭავაძე ალექსანდრე და ასე შემდეგ განძი იპოვეს ხო ბატონო რობერტ ზარია კიდევ ეთერში მივიღო და შემდეგ განაცხადა გისმენთ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით ბოდიში გალოდინეთ გისმენთ დიახ გისმენთ პირდაპირ ეთერში გისმენთ მოგესალმებით ბატონო რობერტ გამარჯობა ტერეზოვა საბურგოთი ალო გისმენთ ჩემი დიახ ბატონ რეზო სალუქვაძე რეკა დიახ ბატონო რეზო გამარჯობა არაფერზე არ ნერვიულობ ბატონ რეზოს ყოდა აწეული როგორც ჩანს ინტერნეტ მაუწყებლობა და იქ აგვიანებს ოდნავ სიგნალი და ამიტომ ელოდებოდა და დაინერვდა და ბოლოს გითხრათ არაფერზე არ ინერვიულობ და მაინც გასაგებია მისი პოზიცია ხალხს აქვს დაუკმაყოფილებლობის გრძნობა რომ ვერ გითხრათ ბოლომდე ის რაც უნდა და თქვენთვის ეთქვა და რაღაცა თანადგომა ვერ გამოხატა, იმიტომ რომ ის აქცია, რომელიც ჩვენ გავმართეთ რუსთავის თეატრთან, მე მართალი არ ბრძანდებოდით იქ, ჩვენ ვიყავით იქ. იყო მრავალრიცხოვანი იყო, მაგრამ შეიძლებოდა რომ ყოფილიყო ბევრად უფრო დიდი. მე გამიკვირდა კიდეც უბრალოდ იყო ზაფხული და ძალიან ცუდი პერიოდი დაემთხვა რაღაცა. რომელიც რუსთავის რომელიც რუსთავის თეატრის წინ გავმართეთ ჩვენ
ჩემთან დაკავშირებით. ზიარ თქვენთან დაკავშირებით. მე მგონი ხალხს აქვს მაინც დაუკმაყოფილებლობის გრძნობა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი გამოვიდა ამ აქციაზე რეალურად, ეს იყო მართლა სერიოზული აქცია, ერთ-ერთი სერიოზული აქცია ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში, რაც კი ჩატარებოდა, რომ ყოფილიყო 300 საქართველოში არის ბევრად მეტი მოთხოვნილება, აი განწყობა თვითონ თქვენი მხარდაჭერის, ვიდრე რეალურად ჩვენ შევძელით ამის გამოხატვა და ყოველდღიურად ჩვენ ხვდებით აი ამ ესეთ ადამიანებს, ყოველდღიურად ისინი რეკავენ ეთერში, პირად ცხოვრებაშიც, აი ძალიან ბევრი ადამიანი, რომელთაც უნდათ საკუთარი პოზიციის გამოხატვა და აი რაღაცა ნაკლებობა დარჩა თითქოს იქიდან რომ რეკავს ხალხი და ისე საუბრობს და მე მესმის საზოგადოებამ ვერ გაიტანა თავისი, მოდით პირდაპირ აი ესე ვიტყვი, რადგან საზოგადოებას უნდოდა რომ თქვენ ყოფილიყავით რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. ჩვენი ვერ გავიტანეთ, ჩვენ მოგვერივნენ, გვაპატიეთ. თუმცა ჩვენ ეს დავამტკიცეთ პრემიერაზე, თქვენი ბოლო სპექტაკლი. აბსოლუტურად გვეთანხმება. ეს იყო ნამდვილი მიტინგი ბოლოს. ეს არ იყო ეს მე რამე დაეცებით რა. ჩვენი პოზიციის და ქაბადურ მაგა. მე მინდა რა ვთქვა. ეს უკვე დამთავრებული ამბავია. მე კარგად დავშორდი რუსთაველის თეატრს და კიდე ცოცხლად დამაშორეს ამ თეატრს და არ დამხრდეს. მე ესეც ახლა არ მწყის რომ დავუშვათ ახლა პრემიერა დავდგით რუსთაველის თეატრმა გახსნა სეზონი, არც ერთმა ტელევიზიამ არ აღნიშნეს. ნუ უბრალოდ თქვი რომ რუსთაველის თეატრში გაიხსნა სეზონი ამან სპექტაკლი, ნუ დაასახლებს სპექტაკლს, ნუ დაასახლებს რეჟისორს. ნუ თქვი, ახლა ესეთი მოვლენა, ახლა რუსთაველის თეატრი ხო არ არის რაღაც. უბრალოდ თეატრი არის, ერის თეატრი. სადაც მუშაობდა და რომელიც შექმნა ესეთ ხალხმა, როგორც იყო ილია გოგებაშვილი, ახლა არ მინდა ხოლმე აკაკი წერეთელი. სეზონის გახსნა ხო უნდა აღნიშნო. ამის რაღაც ზნეობა ხო უნდა კონდეს რომ ეს თქვა. მე არ ვიძახილ ჩემზე ხა მორჩენილია ეს პრობლემა. დიახ, გასაგებია. და მე კიდე მინდა ესე რა ვთქვა. აი მე ჩემთვის ხა მთავარი ხვალ. როცა ვისოცკი ხდება ყველაზე საშინელ პერიოდში რუსეთისთვის ბრეჟნევის ჭაობიან პერიოდში მოსკოვი გაჩერებული. ხვალ რამაზ ჭკივაძე დასაფლავების დღეა. ისევ მოვა ძალიან ცოტა ხალხი. მე ვარ ამაში დაწმუნებული, იმიტომ შიში რომელზეც მე ვიზახდი ამ 7 წლის წინ ისრაელიდან ისე მოინდომეს ჩვენმა მთავრობამ რომ მართლა უკვე ყველას ზარავს ჩაიგდოს ნორმალური კაცური საქციელი. და აი ხვალ მე სულ არ მაინტერესებს რამდენი კაცი მოვიდა ჩემ დასაცავად, იმიტომ რომ მე ვთვლი რომ ესეც ჩემთვის იყო საკმარისი. 5000 კაცი ცოტა რეჟისორი ვინ არის მოვიდავთ რეჟისორი. არც იციან რას ვაკეთებ თეატრში. რა შეჭერი ფუნქცია. ეს ვიდრე სახები გამოც თამაშობს. მე რას ვაკეთებ? პიესა დაწერილია. დეკორაცია გააკეთეს. ხანჩები წერს მუსიკას. შენ რას აკეთებ? მე კითხულობ ზოგი, სერიოზულად. და ვერ მოხსენ ასპტავარი. როდესაც ყველაზე პრიმიტიული ახსნა იმაში რომ ნუ ერთმანეთი რო არ გადააღობულ სახეებმა და დაეჯახონ ვინც ამას გეკითხებათ ბატონო რობერტ, სწორედ იმ კატეგორიამ გაგათავისუფლა თქვენ სამსახურიდან, თორე ნორმალური ადამიანი ამას არ შეგეკითხებათ უკაცრავად. არა, ძალიან ბევრია ესეთი როგორც ეს ხალხი რომელმაც მე გამთავისუფლა ისინი ხო საიდანაც ამოვიდნენ, არა, ოჯახებიდან. ეს ოჯახების ხო ასეთები ალბათ, იმიტომ რომ ისე ხო არ დაიბადებოდეთ ესე. ოჯახებად. ვერ დაიბადებოდეთ. შესაძლოა ოჯახებად. ზოგიერთი მინდა თქვა რომ ხვალინდელი დღეს ჩემთვის მე მწყინს. ახლა როცა სერგო ზაქარიაძეს ასაფლავებდნენ, ამდენი ხალხი მე არ მინახე. როცა ეროსი მაჯგალაძეს ასაფლავებდნენ, ამდენი ხალხი მე არ მინახე. გალაქტიონი რომ ნახე, უბრალოდ ვერც მივედი, მე და სანდრო მრევლიშვილი ავედი ჯერ ფუნიკულებზე და იქიდან ჩამოვიდეთ ქვემოთ ფეხით. მაინც ვერ დავინახეთ ეს აქტი. მაშინ პირველ კურსზე იყო სანდრო, მე ვიყავ მეორეზე თუ მესამეზე. და ეხლა რატომ
არ უნდა იყოს რამაზის დასაფლავებაზე ბევრი ხალხი. მე ვფიქრობ, ალბათ იმიტომ რომ უკვე ახალგაზრდებს აღარ ახსოვთ რა არის რამაზი, ვინ იყო. ამას წინათ გამოვიდა ეს ვარსკვლავების წინამდე მე ვიბრძოდი რომ ვარსკვლავები არ არის თეატრის საქმე, ვარსკვლავები არის კინოს საქმე. ეხლა ბრედ პიტს ყველა იცნობს მართლა და აფრიკაში ჩახლი ვიღაც ტომს რო კითხო, ვინ არის ბრედ პიტი, ის გეტყვით. რა როლები ითამაშა, ნუ ახილებში თუ გექტორი აღარ მახსოვს ვის თამაშობს. ახილებში. ხო და ახლა რამაში გვაძეს ისობს მხოლოდ საქართველოს. ეს ვარსკვლავი არავითარ კავშირში არ არის ჩვენთან. შეიძლება რამას უწოდა საქართველოს რაღაც ხან მოიფიქრო, რა ვარსკვლავებზე ლაპარაკი. ისევ უნდა ინტრიგები ატეხო, თუ სახალხო და ის რესპუბლიკის სახალხო არტისტი და დამსახურებული არტისტი მოსპეს ვარსკვლავები რა მოიგონეთ ხაც. თუ გამოვიდი პირველად, რომ თქვი ამის წინააღმდეგ, პარტნიორია ერთ-ერთმა ხალმა, მithქვია ლიდერმა, მორჩი ბოლოს და ბოლოს. მე მინდა ხვალ რამაც შეგვაძა საქართველოს კარგად გააცილოს. იმიტომ კი არა რომ მე შულს როგორ გააცილეს ისოцკი თუ ვიღაც თუ მე მახსოვს რომ გააცილეს სერ რომ გააცილეს ხომ მე მხოლოდ მსახიობებზე ვაპარაკობ ეროს და მე მინდა რამაზიც გააცილოს საქართველოს ისე როგორც ის იყო ღირსი ამ გაცილების ეს არ არის უბრალოდ ადამიანი სარია პირდაპირ ეთერში ბატონო რობერტთან შემოვიყვანოთ და მე ესე გავაკეთოთ ხო გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ მაგაცა საიზღარი ხომ გამოვიდეს და ვუსწრებ შეიძლება ხო? დიახ ბრძანეთ ხომ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით პირდაპირ ეთერში ვარ იცით რა მინდა გითხრათ ძალიან უდიდესი ბოდიშის მოთხოვნით უდიდესი პატიებით ნებასთო ბატონ რობერტ სურას არ დავეთანხმო. ხვალ ძალიან ბევრი ხალხი გამოვა დაკრძალვაზე. იმიტომ რომ ხალხი შიში დაძლეულია. მაპატიეთ. შიში რითი არის დაძლეული? არა, მაინტერესებს შიში რითი დაძლია. დასაფლავებაზე გამოსული შიში რითი დაძლია. რაღაცა გამოდის უკვე რომ პოლიტიკური ნაბიჯია. ხო და მაგიტომ შიში რითი არის მისვლა არ ნიშნავს. ამ შიშის დაძლევა რას ნიშნავს? რომ უბანიშვილმა გააკეთა განცხადება. ამ აი ეს ბესოს კარგად მისმის მე. არა, ბესო მოგეჩვენა. არა, რა მეჩვენა. არა, ეს არის ძალიან პოზიტიური განცხადება. არა, შიში დაძლეულია რას? მესი გავიგე თუნებას მომცემთ მე ავახსნე როგორ გავიგე ეს ზარი და პირიქით ძალიან ოპტიმისტურად მომეჩვენა სწორედ რომ პირიქით ბატონ რობერტს თანადგომა გამოუცხადა მსმენელმა და უთხრა რომ იგი ცდება იმაში რომ ცოტა ხალხი მოვა ყვალ და შიში დაძლეულია რას შიში დაძლეულია ნიშნავს რომ ღირსება არის აღდგენილი ადამიანების და მათ აღარ ეშინია რის შემდეგ დროის შემდეგ არა შიში დაძლეულია ეროსის შემდეგ მაგალითად ეროსის შემდეგ მე მინდა რომ რამაზი გააცილონ ზუსტად იგივე პატივისცემით რეკავს ბატონი და შიში დაძლეულია რისი შიშია დაძლეული ბატონმა დაძლია თვითონ ეტყობა ხვალ და ხო და მაგას ბატონო ბესო ხვალ ნახავთ რა მოხდება გასაკვირველია მე ვკავშირებ ადამიანის სიკვდილებს რაღაცებს მოვუკავშირებთ ადამიანი წავიდა გენიალური მსახიობი ერთ-ერთი მართლა ზე ვარსკვლავი რომელიც იყო სამსახიობო ხელოვნების ოსტატი აღარ ქვია ამას რომელიც შიშებზე მელაპარაკებით რომელიც სად აწევრიანებს ჩვენ არტისტები შექსპირი ძალიან მაგრად ამობს მე-12 ღამეში მე მას ხარ ვარ თავისუფალი ადამიანი ვამბობ იმას ასეც ვფიქრობ რომელიც შიშებზე ლაპარაკობთ რომ რაღაცებზე არა მე შენზე კი არ ლაპარაკობ არა ბატონმა ბძანა შიში დაძლეული რისი შიში მე იმედი მაქვს ბატონი კიდევ ერთხელ დაგვიკავშირდება და რეკასეტერში და უფრო გასაგებად განმარტავს მე მივხვდი რა დიახ ბატონ რობერტ მეც სწორედ ესე გავიგე მე მგონია რომ ამას ჩვენ გავაკეთეთ ხვალ იმიტომ იმ კაცმა შეიძლება დაძლია შიში მე იმედი მაქვს რისი შიში რომ გამოხდე გამოხატო რა პროტესტი ეხლა მე ამას Facebook-ში წერ ყველაფერს რასაც ვფიქრობ მე დავწერე რამაზის
ეკუთვნის რაღაც სხვა დასაფლავება, ხო უკვე თქვი აქ. რა მნიშვნელობა აქვს ახლა? თუ იმათ არ უნდათ, არ მოხდება ეს. აქ ხო შენ უნდა მთავრობა უნდა ეცადოს გამოხატოს რაც უნდა ხალხს და მიხვდეს რომ რამაც ჩხიკვაძე უნდა განსაკუთრებულად გააცილო და თუ ივანიშვილი გამოვიდა და მე გამონდეს ეს და ცრემლებიან თვალებით რაღაცებს ამბობს ეს უკვე მე არ მომწონს ჯერთი თითქმის ისე იყო ეხლა მოდიში რომ ვამბობ შეიძლება ხალ სპექტაკლი მოხსნილი რასაკვირველი ეგეთ გადატანილი იყოს ზე ისეთ რა ერთხელ სეზარე ებორა ჩამოვიდა მოსკოვში ამ დროს ჩვენი გასტროლები იყო დამთავრდა და იწყება მისი კონცერტი მივედი მცირე თეატრში გამოვიდოდი მცირე თეატრშივე მისი კონცერტია და ხო ყველა გვიცნობს ტრადიციულად ჩვენი გამოვდივართ იმიტომ რომ სუბათოვი უჟინი იქ იყო სამხატვრო ხელმძღვანელად და იმპერატორის თეატრის უფროსი იყო გალატის აქტორი სუმბათაშვილი მსახიობი გენიალური კაცი და ხო ბილეთები მითხეს რომ ბილეთები არ არის მაგრამ მთავრობის ლოჟას მომცემთ მარცხენა მხარეს 4 ბილეთი მჭირდებოდა და მომცეს ეს ამ დროს გარდაიცვალა სამხატვრო ხელმძღვანელი მე დავარეკე ახლა იქ რომ ალბათ კონცერტი გადაიდება თქო კონცერტი გადაიდება თქო დავარეკე ადმინისტრატორს ამის არა კონცერტი შესდგებოდა სენიდან არასაფლავებთ ადამიანს თქო სალომინი იური სალომინი დიახ არაჩვეულებრივი არტისტი კიო ბოლო წავედი ხლა კონცერტზე გამოყვანეს ჩემ ქართული სტუმრები დავსვი ლოჟაში ნახეთ ახლა ეს კონცერტი ძალიან მიყვარს ეს მომღერალი ხალი მე გადაწყვიტე სცენიდან გადასვლა და გასვლა მსახიობის გასასვლელიდან გავდივართ ამ სცენაზე და ხედავ ბიჭო იქ დგას მისი სასახლე და მისი ცხედარი იქ არის ეს ხალი მღეროდა და ეს კაცი უკან იყო თქო ხო დიდი პანაშვილი იყო და ეხლა ჩვენ გავწევთ უკან ამ ხალმა იმღერაო და ხვალ გადასაფლავება ახლა გამოვწერთო და დავასაფლავებთ და მე საღამოს ისე ამ ხალის კონცერტი ბიჭო ახლა გამოვწერდა ზუსტად იგივე სიტუაცია როგორც ახლა ჩვენთან არის ჩვენ უდა დავიწყოთ ზუსტად 800 დააგდება 15 წუთი და ვერ ვასწრებთ სცენა განვალაგოთ მეგობრებო ეს არის რამაც ჩხიკვაძეს დასაფლავება ეს სიჩქარე ხვალ კიდე უნდა დროზე გავიყვანოთ 2 საათზე უნდა დასაფლავება და საღამოს კიდე სპექტაკლი თიათ შეუძლია რაღაცა ახლა და გადაწევს მაყურებელი ხომ იხდება ნუ ხვალ თუ არა ზეგმოვა ნუ ბილეთები გაყიდული ახლა ამ სპექტაკლზე იმიტომ სტურვა მოხსნეს და ახლა ყველა გიждდება საქართველოში და მისის ბოლო სპექტაკლი ნახო და რა არის თამაში მსახიობებმა სპექტაკლი ეხლა მე მთავრობა არის დახურავს და გააგებს ყველას ეს შედიათ ამ შიშზე შიშის გადაახვეწება ზარია ესე შესაძლოა სწორედ ის მოქალაქე რეკავს იქნებ დაუღის ზარია გისმენთ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით თქვენ გისმენ მოგესალმებით პირდაპირ ეთერში ბრძანდებით ბატონო ესო მე კონკრეტულად შენ ყველას ეშინია თქო იმ ხალხსაც ეშინია ვისაც თვითონ ვინც გამოაკრა ეს ცნობილი ფლაიერები ვინც გადმოყარა ვინც თქვა რომ ჩვენი ხელმძღვანელია მაინც ეშინია ამ ხალხს და თუ ეს ხალხი რაღაცაში მაინც დაძლევს იქ მოვა ანუ ჩვენ სად მივდივართ ყველა ერთად ახლა
რა დასკვნამდე მივიდიოთ თუ თეატრიც, მუსიკაც, კინოც, ხელოვნებაც ზოგადად და ყველაფერი აბსოლუტურად ყველა სფერო ჩაითრია პოლიტიკა ხვდები ანუ რამაზის დასაფლავაზე მოსვლა ეს ის კი არ არის რაც იყო ეროსის დასაფლავაზე მოსვლა ან მეც მახსოვს დასაფლავებები ვერიკო ანჯაფარიძის და სესილია თაყაიშვილის ისევე და ხალხი იყო სხვა ყველგან გისმენთ პირდაპირ ეთერში ხარ გამარჯობა კიდე გამარჯობა პოლემიკა გამოიწვია ჩემ მონათხრობაში დაძლეულია მეთქი და კარგია რომ დაარეკეთ აი ხა დაგვიზუსტეთ მაშინ რას არა და გასაგებია ჩემთვის ბატონო თუმცა ბატონმა რობერტმა გაიგო და მან დააფიქსირა ამის შესახებ საკუთარი აზრი მაგრამ მაინც ბრძანეთ რა მინდოდა მეთქვა რომ ბატონმა რობერტმა თქვა რომ ესე ხვალ ხალხი არ გამოვა ხო ცოტა გამოვა ყოველ შემთხვევაში ესე იგი არსებობს რაღაც ასე ვთქვათ შიში რომ შეიძლება ბევრი არ გამოვიდეს ხალხი ხო მე მე ვამბობ რომ შიში დაძლეულია ყველანაირად ზნეობრივი ღირსების აღდგენის ყველაფერი გადალახულია და ხალხი ბევრი გამოვა და თუ არ გამოვა მე ხვალ კიდე დაგირეკავთ და ბოდის მოგწევთ ბატონო ხო გესმით ჩემი მე მინდა დაგიზუსტოთ რა შეკითხვაც იყო თქვენს მიმართ ეს არ იყო გამოსვლა არ გამოსვლასთან დაკავშირებული შეკითხვა ბატონ ბესოზანგურს გაუჩნდა შეკითხვა რის შიში არის დაძლეული აი ყველანაირი ახლა რის შემდეგ არის ეს შიში დაძლეული თუ ნებასდამთავრად გავასაუბრები რატომ სახლებმა კაცმა და ხელოვანმა კაცმა პირველ რიგში უნდა იბრძოს ხალხის იმპულსი ხომ ასეა რასაკვირველია ხო და განა ბესოზანგური ვერ გზნობს ამ იმპულსებს თუ გინდას მარტო ივანიშვილის განცხადებით საერთოდ რაშუაშია ივანიშვილი გამაშუქებასთან ახალ იმპულსებს ახალი იმპულსებს გძნობ მაგრამ რამას ჭიკვაძე რაშუაშია ბიძინა ივანიშვილთან რამას ჭიკვაძე რაშუაშია ბიძინა ივანიშვილთან და იმ შუაშია რომ ხალხმა ძალიან კარგად დააფიქსირა როგორ მივიდა ბიძინა ივანიშვილი აი როგორ ღირსეულად მოიქცა და როგორ მივიდა ჩვენი პრეზიდენტი და დღეს ისევ პიარ აქციას ატარებდა იქ ძალიან დიდი მადლობა ზარისთვის დიდი მადლობა ზარისთვის მე ნება მომეცით კატეგორიულად არ დაგეთანხმოთ ესეთ კვალიფიცირებაში რადგან ბატონი რამაზ ჭიკვაძე როდესაც იყო მართლაც და მსოფლიო მნიშვნელობის არტისტი ბატონი ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა საკუთარი სხვა გზა აბსოლუტურად და შეუძლებელია რომ ბატონი რამაზ ჭიკვაძეს რაიმე დამსახურება და მის გასვენებაში მისვლა არ მისვლა იყოს რაიმეს ნიშანი ბატონმა ბიძინამ ჩათვალა საჭიროდ მისვლა და იგი მიბრძანდა და ის მივიდოდა თუ არ მივიდოდა რამაზ ჭიკვაძე მაინც დარჩებოდა უდიდეს არტისტად ძალიან ხოდ ნუ ჩააყენებთ ადამიანებს უხერხულ მდგომარეობაში ასეთი პარალელებით და ასეთი რაღაცა თვითონ ბატონ ბიძინას ნუ ჩააყენებთ უხერხულ მდგომარეობაში ეს ძალიან არასწორი ეს არის რომ პოლიტიკა არის არ უნდა ეხებოდეს კულტურის გასაგებია კულტურის მინისტრის დაქვემდებარებაშია მაგრამ პრეზიდენტს და უშიშროების საბჭოს მდივნის ცოლს არ უნდა კონდეს იმისი უფლება რომ ზეგავლენა იქონიოს რომელიმე თეატრის რომელიმე გენიალურ თუ საერთოდ უნიჭო რეჟისორის მოხსნაზე იქონიოს ზეგავლენა ამას საერთოდ თეატრთან კავშირი არ უნდა კონდეს იქონიოს ერთმა ადამიანმა ზეგავლენა მოხსნაზე და არ იქონიოს თელმა საქართველოს საზოგადოების თხოვნა დაბრუნებაზე ხო ამაშია საქმე რამაზ ჭიკვაძეც ბოლო მისი ბოლო ინტერვიუ აქ შედგა შენ თვითონ აღნიშნე ეს და ჩვენ ყველამ ვიცით ყველამ ვუყურეთ ამას და ვუსმინეთ თუ ინტერნეტში გადიოდა მაშინ მარტო მაგრამ იცის ყველამ გავრცელდა ეს კადრები ხო რამაზ ჭიკვაძემ დააფიქსირა თავისი პროტესტი და ახლა უკვე დღეს რამაზ ჭიკვაძე კი არ ითვლება რამაზ ჭიკვაძეს დასაფლავაზე მისვლა აუცილებლობადო ამაზე ხო ლაპარაკია ბესოს წუყილის და ბატონი რობერტის შიშიც ასე ვთქვათ ამასთანავე დაკავშირებული ეს კი არ ითვლება აუცილებლობად გაჩერდებოდა ყველაფერი და კომუნისტების დროს ხდებოდა ეს და არა თავისუფლად და დემოკრატიულ საქართველოში რომ ცხოვრება იცვლებოდა როგორც ფეხბურთის მატჩის დროს ხო ვთქვათ დადებითი ხრივ და არა ვთქვათ ესეთ ნეგატიური ფონი არ მისდევდა მაგრამ როდესაც ასეთი დიდი მსახიობი გარდაიცვლებოდა ცხოვრება იცვლებოდა ქალაქში ანუ თბილისში ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა და მოვლენა ხდებოდა მე მახსოვს ასევე ეროსის გარდაცვალება არ მახსოვს იმართო რომ კითხოთ მაგრამ აი ვერიკო ანჯაფარიძის პარანშვიდი მახსოვს მარჯანიშვილის თეატრში არ წყდებოდა ესე მე მგონი ვერ გამოასვენეს 1 საათი
იმდენი ხალხი იყო. ეს ჩვენ მიღებული ამბავი, ანუ ეს ხალხი პირადად ყველა კი არ იცნობდა და ოჯახის ნათესავი და ახლობელი ყოლიყო და დღეს უკვე ჩვენ ისეთ მდგომარეობაში დავბრუნდით. მე შოკში ჩავარდი მაგათაც, როდესაც გავიგე, რომ ბატონ რამაზის როცა ის ჭირისუფალი იყო, მას მიუსამძიმრა სულ რაღაცა 200 თუ 300 კაცმა. და ქალბატონი ნატაშას გარდაცვალებაზე იგივე არ ხდებოდა. წარსულ წლებში მაშინაც კი რეჟიმის პირობაში ცხოვრობდით და უფრო დიდი რეჟიმი იყო ეს და უფრო დიდი ქვეყანა იყო, მაშინაც კი და ალბათ ტევა არ იქნებოდა, ხო, ამ ხალხის გასვენებაში და პატივს მიაგებენ ეს ადამიანები. დღეს ჩვენ ყველანი პოლიტიკურ ჭრილში ვუყურებთ. მოვა ბევრი ხალხი, ესე იგი შიში არის დაძვეული. არ მოვა ხალხი, ესე იგი ხალხს ეშინია რამაზ ჭრიკვაძეზე ვაყარებ. ყველაზე დიდი მსახიობი არის მე ესე ვთვლი დღეს ძალიან კიდევ არ ყავს მასა დიდი მსახიობი. გისმენთ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. მოგესალმებით პირდაპირ ეთერში ხართ, შეგიძლიათ ბრძანოთ თქვენი საქმე. გისმენთ? ალო. დიახ. ეთერში ვარ. რასაკვირველია? პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. მოგესალმებით. მოგესალმებით. ცოტა ხმამაღლა შეიძლება თუ არ შეწუხდებით, ოდნავ ხმამაღლა. მოგესალმებით. დიახ. მე ბატონ ბენკოს მინდა მიმართო. დიახ. იქითაშია დასება რომ თქვენ მოახსოვდებით ალბათ ის მოქალაქეების პრობლემებსაც იგივე შიშმათ 16 თაბაიშვილის გასვენებაში არ მიიყვანა ხალხი. ალბათ იმ შიშს გულისხმობდა მსმენელი და მაყურებელი, რომელმა შიშმაც 16 თაბაიშვილის გასვენებაზე არ მიიყვანა ხალხი. 7 კაცი იყო. გასაგებია, მე უბრალოდ ამ შემთხვევაში ბატონ რამაზის გარდაცვალებას გავუსვი ხაზე ქალბატონო და იმიტომ დაუკავშირეს მისი გარდაცვალება რაღაც პოლიტიკურ განაცხადს და ამას ზუსტად მივხვდი ამ კონტექსტს და იმიტომ ჩავეკითხე ჩვენს მსმენელს და ამაში ალბათ არაფერი ისეთი არ არის. უბრალოდ გავირკვე, რატომ იკითხა და რატომ თქვა ადამიანმა შიში რატომ ახსენა. დღესო, თუმცა თუ კი არ ვიცი უტაქტობაში არ ჩამეთვლით, არის ნამდვილად არის გარკვეული ასოციაციები ბატონ ბიძინა ივანიშვილსა და იგივე ბატონ რამაზ ჭრიკვაძეს, ბატონ რობერტ სტურვას შორის. ბატონ რობერტ, თუ გეკნებათ სურვილი, მე მაინც ჟურნალისტი ვარ და მაინც მძლევს ხოლმე ეს ჟურნალისტები. არის საზოგადოებაში ესეთი შეკითხვები ნამდვილად თქვენს მიმართ, იგივე ბატონ რამაზ ჭრიკვაძის მიმართაც იყო, თუმცა რასაკვირველია იგი ისეთ მდგომარეობაში იყო ბოლოს, რომ მას ვერ გაუსვეს ეს შეკითხვა. მაგრამ მე მაქვს საშუალება და მინდა გამოვიყენო ეს საშუალება და აი საზოგადოების წინაშე თქვენ დაგისვათ ეს შეკითხვა. იყო სერიოზული საუბარი, რომ ხელოვნების მუშაკები, გარკვეული ადამიანები იყვნენ ჩამოთვლილი და მათ შორის თქვენ ბრძანდებოდით. აპირებენ მხარი დაუჭირონ, ანუ შევიდნენ ოფიციალურად ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილ აი ამ საზოგადოებრივი მოძრაობა იქნება თუ პარტია იქნება და ანუ თქვენ ასოცირდებით ბატონ ბიძინა ივანიშვილთან პოლიტიკურ ჭრილში უკვე. რამდენად არის ეს მართალი და რამდენად შეიძლება ველოდოთ აი თქვენს გადანაცვლებას პოლიტიკაში ამ სახით? არა, მე პოლიტიკაში არ გადავინაცვლები არასოდეს. მაგრამ მე მხარს დავუჭერ იმას, ვინც მე მეჩვენება, რომ საქართველოს მოუტანს ბედნიერებას. ბედნიერება შეიძლება ბევრი, სწორ გზაზე დააყენებს ამ დაქცეულ ქვეყანას. იმიტომ რომ ჩემთვის საქართველო არის სინათლის, სილაღის, რაღაც ხელოვნების, დღესასწაულის ქვეყანა. და ეხლა რაღაცა საშინელება არ შემიძლია ამის ატარება. მე თუ არ დიზაინი, თუ არ ვიქენი ბედნიერი, მაშინაც როცა მე ოდნავ მიჭირს, ეხლა საქართველოს ყოველთვის უჭირდა, ეხლა წაიკითხეთ მთელი ლიტერატურა მე-19 საუკუნის არსებობს გლეხი, რომელსაც არ უჭირდა, მაგრამ მხარობდა, რომ რაღაც სიმედი ქონდა. ჩვენ იმენი დავკარგეთ. და მახსენდება ეხლა რამაზისთან დაკავშირებით ეხლა იმიტომ ვიყავით ჩუმად, რომ ვერ ვიხსენებ გვარს იმ ფრანგი მსახიობის დაახლოებით მე-19 საუკუნის პირველი ნახევრის რევოლუციის შემდეგ, ომების შემდეგ დუქანში სადაც ზის ესეთი ფრანგი
აი რო შეხედავ პარიზელი და რო იცი რომ შეიძლება ცუდად ასვია, მაგრამ ესმის ხელოვნება და ყველაფერი ესმის. და მარტო სვამს ღვინოს. და მისი ვიღაც ეტობა იქ დადის იმ დუქანში და ეკითხება რატო ხარ ასეთი მარტო რატოზე ხარ? შენ რა მიხდები ვეუბნება ეს არაჩვენები პარიზელი და ვერ მიხდები ესეც თვალია. იმიტომ რომ გითხრა ხარ რომ მოგდა დიდი მსახიობი შენ რას მკითხავ? რას მკითხავ და რა მნიშვნელობა აქვს ამას? და მე ამაზე ის მოსლა მკითხავს. მე ამაზე გიპასუხებ შემოგავლო ხვალინდელ დღიდან პარიზის სხვა ცხოვრება დაიწყება და როგორი მე არ ვიცი. იმიტომ აი რა არის მსახიობი შეიძლება ვერ აგიხსნას რა მოაქვს იმას. ბოლოს და ბოლოს სად არის რამაზის როლები, სად არის მისი სპექტაკლები, ეს ხო ყველაფერი ეფემერულია. დღევანდელი სპექტაკლი ხა რომელიც ჩემს თამაშობდა, რომელსაც მე არ დავესწარი პრინციპიალურად. სად არის სპექტაკლი? არ არსებობს. ეს ვირტუალურ სიდამვილეზე უფრო უცნაური რამეა. ნუ კაი რაღაც ეკრანები, ციფრული სისტემები, რაღაცას ვაზეთ კნოპკებს და სად არის სპექტაკლების რომელიც მე დავდივი? სად არის ყვარყვარე რამაზის? ეს ხო რაღაც საოცრება, რომელიც თითქოს არაფერი მატერიალური არ შექმნა, მაგრამ შეცვალა ადამიანები. გარდატეხა მოხდა აბსოლუტურად. ხო და გაუმარჯოს აი ამ ბრწყინვალე ხელობას, რომელსაც ემსახურებოდა ჩვენი რამაზ ჭყიყვაძე. გონება მახვილი, არაჩვეულებრივი კაცთმოყვარე, ცხოვრების სიყვარულით გაჟღენთილი, გიჟი, ლოთი, ხიზელი ხარ, ვინ დაალევინებდა რამაზის, როცა პრემიერა იწყებოდა. ეს რაღაც ბლეფებს ყვებიან. ჩაიკეტებოდა, ბინა არ ქონდა ტუალეტში და იქ სწავლობდა როლებს. ეს იყო ნამდვილი, ერთგული, აი ეს რელიგიასთან იყო დაახლოებული მისი ხელობა. ასე არ არის, ჩვენ გვეჩვენება რომ დროს ატარებენ, როგორც დუბაძის ბები აილიკოშია, როცა ბებია ეკითხება ვინ და მსახიობი უნდა გამოვიდეო და ოი ბრავოს ცოლიანი უნდა იყოს. ნუ რაღაც გენიალური იუმორი დაწერილი. ხოშეს ქეთინო დუბაძემ გთხოვა, რომ ზიან ღამეში გაახსენე, ეხლა აქ მიდის ინტერაქტივი და ზიან ღამეში გაახსენე. ხო საოცარი 5 წუთიანი ეპიზოდით იწყებოდა ზიანი ღამე. რამაზ შეგვაძე თამაშობდა ლექტორს, რომელიც იღებდა გამოცდას, კახი და გოგი ქავთარაძე აბარებდნენ ამ გამოცდას. ეს იყო რაღაც საოცრება. 5 წუთი, ნუ ცოტა გაზარდეს ნელა და 10 წუთამდე მიიყვანა რამაზმა. მისი იმპროვიზაცია ცნობილი იყო. ხო და რა ვიცი ახლა, რამდენი რამე შემიძლია გავიხსენო, ვერ ვიხსენებ. არაჩვეულებრივად მღერობს. რამაშკი მღეროდა რომელია. თუ მღეროდა, ის მღეროდა, ჩვენ ხო ნანახი გაქვთ ეს აზნაკის ბელკანტოს იმიტაცია იუმორით. ესე იგი დაახლოებით 15 წუთი უკრავდა იტალიაში მაყურებელი ამ იმას. ის არ იქავდა ამას როგორც უმაგრეს მწოდნეს ამ ჟანრის, ამ სიმღერის, პლუს კიდე იუმორით. საოცრება იყო, ვერ მივდიოდით. მე მოქმედებად შევდებოდი. რა საინტერესოა, როგორ აღიქონს მაყურებელი, როდესაც ენა არ ესმის. მე ყოფილვარ უცხოელებთან ერთად თუ ეს სხვა შორის თქვენ სპექტაკლებზე და ზუსტად იგივე ემოციები, ეს არის სასწაული თეატრის და ალბათ თქვენი აღარ იმდეს გაქებთ რომ მერიდე. მე ზუმახებ, ეს ვახოთ რამე. ქება პირდაპირ ეთერში ქება. აი მახსენდება ადამიანს თუ რაღაცა უხერხულად გზობ თავს, მაგრამ მართლა ეს იყო ზუსტად იგივე ემოციები ქონდა ეს შვედი. ცუდი მასერება მას, მაგრამ მინდა თქვა ერთი ბორის ტრიქონი გალაქტიონის. როცა ილია მოკლეს. ზამურთარა. ეს ილია
მაშინ დამთავრდა. მაშინ ეპოქა დამთავრდა. დიდი. აი, მეჩეთის ეს დღე ესე თავდება, უნდა ვთქვა, არა რუსთავის თეატრი ის გააგზავნეს. რაღაცა ტაიმს. და მართლა დააგვირდით, როგორ დაემთხვა ბევრი რამ. აი ამ რა ქვია მას მორებში, რომელიც კულტურის სამინისტრომ დაიწყო, ნახეთ რამდენი რამე ჩაყვა. და ეს ყველაფერი მოხდა თეატრის გამო. ყველა არ ამბობდნენ და ამბობენ ფრანგები, რომ დიდი ფრანგული რევოლუცია თუ როგორ საფრანგეთის დიდი რევოლუცია დაიწყო ბომარშეს ფიგაროს ქორწინებიდან. ყველგან არის ძალიან მაგრად ჩათრეული თეატრი, იმიტომ თეატრი ეს სარკეა ცხოვრების. ეს ყველაზე ადრე გრძნობს იმ უარყოფით მხარეებს და სიკეთეს, რომელიც მის ქვეყანაშია. და ის როგორც მახვილს უბრუნებს უკან ცხოვრებას. და ბოლოს როდებდი უნდა ვიყოთ ჩუმად. და თეატრი ჩუმად ვერასოდეს ვერ იქნება, მაშინ ხელოდაკოტები დგათ და ვიცილოთ. არ გვეცინებათანაც. რა ქეთოდაკოტე ამას? ახლა ძალიან კარგად როგი მესხიშმა ბიჭო, ქეთოდაკოტეს თუ მოაცილე ძველი თბილისი, ის უკვე ბანალური იდიოტიზმი ხდება. ის ტელეპეცია ძველი თბილისი კინტოები, ხარაჩოვლები ბათუკრავეშვილი და ესა შავგულიძე და როგორც არის მაშინ ამაზე კარგი პიესები ამეკითხავს მინახავს და მიმღერია ბიჭო. მუსიკალი ამაზე კარგი მუსიკა არ მინახავს მე. ალბათ გინახავს. პირველი აქტიურად გამოვიდგარ ბროდვეიზე, ქართველები არიან სულელები. მილიონი მასალა გვაქვს. ბროდვეიზე გიждდებიან. არც ერთი ბროდვეის სპექტაკლი ბოლომდე არ მინახავს. ნუ გარდა ახლა არის ესეთი West Side Story, მუსიკის ხანგები, ოლივერი, არის ახლა მე ხო სამივეს ეკრანიზაცია მომხდარი, სწორედ ამიტომ ალბათ რომ არის საუკეთესო. ხო ახლა ჩვენ გამოვთურმე ოლივერს. ვინ დავს? ამბობენ ხარბი და გვარების ჩამოთვლა. მას გამარვეს ოლივერს. ოლივერთვის ძალიან საინტერესო, საერთოდ საინტერესო თქვენ მართალებძანით. ნამდვილად არის სარკე, თეატრი და როგორი სამწუხაროა ხოლმე კონფორმიზმი რო იგრძნობა ამ თეატრში. ერთგვარი კოჭების გორება, ესეთი, მასობრივი, ხორა. ამიტომ ასლად აბაშიძე ძალიან პატრიოტად მოიცადეთ. უთხრა თქვენ გაჩერდით. ხელფასეს უხდი და ძალიან დიდს. თვითონ გამოდა ოპერებს. ესე იჯდებით. დაახლოებით 8 წელი საწყლები არაფერს არ დგამდე. ერთხელ დაიწყეს ლამარა, როგორც ისეთი ოლიმპიადა, ცეკვები და სიმღერები ქართული. ვიტომ რობაქიძე იყო. მას არ აინტერესებდა ახლა სტალინმა გენიალური ისტორია ეს ხო ხატმა გადაწყვიტა 30-იან წლების მიწურულს დაედგა ჰამლეტი. შეუკვეთეს პასტერნაკს თარგმანი. კედროვი უნდა ასეთი ცნობილი რეჟისორი იყო ნემიროვიჩის მოწაფე და სტანისლავსკის უნდა დაედგა ეს სპექტაკლი და ლივანოვი ახლა შერლოკ-ჰოლმსს თამაშობს ლივანოვი იმის მამას უნდა ეთამაშა და ესეთი მაგარი მსახიობი იყო ჰამლეტი. ამ დროს ამ ტერორის შემდეგ 1918 წლის შემდეგ სტალინმა გადაწყვიტა მოაწესრიგოს თავისი ურთიერთობა ინტელიგენციასთან და თვეში ერთხელ პატიჟებდა ხალხურ ინტელიგენციას კრემლში საუბრით. ცოცხლად დარჩენილ ქართულ ინტელიგენციას. ესაუბრებოდა და ეს დემოკრატიული მასით შენდა რაღაც. ხოდა მივიდა ჯგუფთან, ხატის ჯგუფთან. რა ესე გავიზდა. რასაკეთებთ ახლა იოსებ ბისარის სცენა. ჩვენ ხალ
ეს ლივანოვი ხამლეთს თამაშობს. გაიხადა და ჩვენ ხმა ხამლეთს დგამთ. ხამლეთი. ჩვენ ის თამაშობს. ხამლეთს. რაღაც ჩვენი გმირი არ არის საფრთხების არ გაქვს. ზეიხა დაივიდი. რაღაცა სუტივის პერხებს, პოკალას, არბოკლავში ძილს არის. არა, მე არ მომწონს ეს პიესა. რატო არ მოწონდა? გასაგებია, რომ ძმამ მოგლა თავისი ძმა, მინდორ ტახტზე დამსდარიყო. და მთელი ეს ბრძოლა ტახტის გამო ვითარდება. ერთხელ სასაკოლო რეპეტიციები მოხსნილი იყო, სპექტაკლი არ დაიდგა. და დაიხურა ეს. დაიხურა ეს სპექტაკლი. სახიობი დაიხურა. აი ასე არის ჩვენ თავი. აი თეატრი არ უნდა. ყოველთვის რაღაცა არის. ამ მეფეს კლავს თავის ცოლი, რომელიც სხვა ქმარი მოიყვანოს, ამას მისი ქალიშვილი შურს იძიებს ეს ბერძნულ დრამატურგიის სქემას გიყურებ. ოპერაში ღერია და იგივე ეს შეიძლება ჰამლეტი ოპერაში და იქ არავის არ აინტერესებს სიუჟეტი, როგორ აიღებს სიბეყოს. არ აინტერესებს იქ რა ხდება. ეს ოპერა, სიმღერაა. ანუ ჩვენ სიბემოლის დონეზე ვართ დარჩენილები. სამწუხაროდ ისე ვართ ნამდვილად დარჩენილები. იმდენი კითხვა მაქვს თქვენ. ანუ მე მგონი 2 ეთერი კი არა. მე მგონი ჩვენ ვართ უნდა მოვსულიყავით 15 წუთი. ეხლა ჩვენ უკვე საათ ნახევარი. და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის, რომ ამდენი დრო დაგვითმეთ თან ასეთ მძიმე ღამეს ეს. მე არც ერთი წუთით არ მოვიწყდება, რომ ეს არის უმძიმესი ღამე, განსაკუთრებით თქვენთვის ბატონო რობერტ ეს ნამდვილად მე არ ვიმალები ხალბატონო მაგარი. მაშინ ბრძანდებოდა თქვენით ვიხარ 20 წუთი ვიმალები, აქ სად დავიმალები ჩემ გაცდას. ამ ლაპარაკში დიახ, ეს გასაგებია, ბატონო რობერტ, ეს ყოველ თქვენ სიტყვაში ჩანს, არ გიგონოთ რომ არ ჩანს. რასაკვირველია, ადამიანი რომელიც არის ესეთ მდგომარეობაში დღეს უმძიმესი დღეა მართლა განსაკუთრებით თქვენთვის. იმას ბატონ რამას ძალიან ცოტა ძალიან ახლობელი ოჯახის წევრი დარჩა. მე თუმეტეს ქალბატონი ნატაშას გარდაცვალების შემდეგ და აი ჩემთვის პირადად თქვენ ბრძანდებით მისი დღესდღეობით თავარი ჭირისუფალი. ყველაზე მთავარი ჭირისუფალი. აი ესეთი განცდა მაქვს მე, როდესაც თქვენ გიყურებთ და ამიტომ არის ბევრად უფრო ფასეული ის, რომ თქვენ გამართლა გამონახეთ ძალა, მოგბრძანდით პირდაპირ ეთერში, პატივი ეცით საზოგადოებას, ჩვენ მსმენელს, მაყურებელს და აი შეგიძლიათ რომ მიჯდეთ და ერთად გავიხსენოთ ბატონი რამაზ ჭყიკვაძე. დღეს მე მგონი ეს ყველაზე უფრო დასაფასებელი და ყველაზე უფრო სერიოზული ქმედება არის, რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ. გარდა იმისა, რომ ხვალ ნამდვილად ყველანი მივიდეთ და უკანასკნელი პატივი მივაგოთ ამ უდიდეს არტისტს ბატონ რამაზ ჭყიკვაძეს, რომელიც ნამდვილად თქვენი განუყოფელი ნაწილია ბატონო რობერტ, ჩვენ ამას ვერასდროს ვერსად ვერ გავექცევით, ჩვენ არც ვაპირებთ უბრალოდ აქედან გაქცევას, ვერც ერთი ხელისუფლება, ვერც ერთი რაც არ უნდა ცუდი იყოს, კარგი იყოს, დიქტატორი იყოს, ავტოკრატია, როგორიც არ უნდა იყოს ხელისუფლება, შემდეგი საუკუნეების მანძილზე ვერასდროს ვერ გაექცევა იმას, რომ თქვენ და ბატონი რამაზ ჭყიკვაძე ბრძანდებით საქართველოს სიამაყე ნამდვილად და არა მარტო საქართველოსი, მსოფლიო დონის რეჟისორი, მსახიობი და აი თქვენი ტანდემი იქნება ყოველთვის, სადაც იქნებით თქვენ, იქ იქნება ყოველთვის ბატონი რამაზ ჭყიკვაძეს და პირიქით. მე მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, მაინც მგონია, რომ ხალ ძალიან ბევრი ხალხი იქნება და მე მგონია, რომ შეიძლება რეგიონებიდან არ ჩამოვიდეს ხალხი, ამაზე თავს ვერ დავდებ. ძალიან გაჭირვებულია ისედაც ჩვენი ხალხი, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ ნამდვილად მთელი თბილისი. პრინციპში ვაპატიეთ, რომ გერთვებით, ბატონი რობერტის ეს ნათქვამიც, რომ ბევრი ხალხი არ იქნება ხო იმის სურვილია რომ იყოს. რა თქმა უნდა, ხო და მე მინდა რომ ეს ამ თემაზე გადაწყვეტა. ვისაუბროთ, რომ ეს ხალხი ისმის. ხო, ის ისურვებს რომ უბრალოდ იყოს იმაზე უფრო მეტი. მაშა ბუღაძე თქვა თქვენს სხვათა შორის. რომ პროვოცირება მოახდინა. ჩემი ხელობა პროვოკატორი. რა თქმა უნდა, რეჟისორია და ის დგამს ამ სპექტაკლს. მე პროვოკატორს მაინც არ ვიტყოდი, არ მიყვარს ეს სიტყვა, მე ვაპატიებ. უფრო რაღაც ვაშასახარებელია ეს პროვოკატორი, არ შემოგვაწონებელი და რეჟისორია და ავეთ ასე ჯობია, მაგრამ
ეს სიტყვა ჯერია თქვენ რომ მზად. თქვენ უნდა მასაკეთებდეთ ჩამოსამდეთ ახლა მოსკოვიდან სპეციალ აი ამ ფაქტის გამო თუ რა მოხდა მაინც ვერ გავიგეთ სად წახვედით ვიცი რომ ლონდონში მიდიხარ 9 ნოემბერს იქ უნდა იყოთ მე მოსკოვიდან მე ხომ შეიძლება ხელფას რა თქმა უნდა ჭირდება და იქ ახლა იქ ყველაზე ოპტიმალური ვერსია ავირჩე მოწვეული თავად რეჟისორი მოწვეული როგორც არის ორკესტრში მოწვეული მთავარი დირიჟორი ეს არის მუდმივად იქნება ხო ჩამოდის თვეში ერთხელ თვეში ორ თვეში ერთხელ და დირიჟორობს ასევე მეც ვიქნები იქ იმიტომ რომ მე ახლა ჭირდება რაღაც ქვები ბატონო რობერტ ეს მე მგონი განიმარტა საზოგადოებას განემარტა თქვენი მხრიდანაც და მე მგონი ეს არ არის პირველი როდესაც თქვენ ჩაბრძანდებით ამ თეატრში და დადგამთ რაღაც სპექტაკლი მე მგონი ყოველწლიური იყო თქვენი ეს თანამშრომლობა მანამდეც თუ არ ვცდები მარტო ამ თეატრთან არა წელს საბერძნეთში დავდი სპექტაკლი სექტემბერში გასულ წელს გალაგინთან დავდი რა ვხდი დიახ არა მე მინდა ეს დავაზუსტოთ რადგან გავრცელდა ესეთი მე მივხვდი ნინუკა რაც კითხავ უბრალოდ დავაკონკრეტებ შეკითხოს ნინუკა ახლა გადავეცით ყველას რომ მე ვარ რუსეთის აგენტი მე აუცილებლად ესეთი ხო შეიძლება და მაგრამ ამ პარიც მოვხსნე და აი გამოჩნდება ვარსკვლავი ხო ვარსკვლავი მე ვერ გადავცე მეც მაგ აგენტებს შევა ბატონო თქვენ უბრალოდ მაღალ ლოჟაში ბრძანდებით მეც ესეთ მე არ ვიცი ვის რა აზრი აქვს თქვენთან დაკავშირებით ის ორიოდე ადამიანს მაგრამ მე მინდა რომ იმ საზოგადოებას რომელსაც თქვენ ძალიან უყვარხართ რომ ის საზოგადოება ჩემი ჩათვლით რომელიც ძალიან დიდ პატივს გცემს გენდობათ და ჯერა თქვენი მხოლოდ ამ საზოგადოებისთვის გააკეთოთ განმარტება და ნუ იმათაც მიუვათ ამბავი ამიტომ მინდა რომ კიდევ ერთხელ დააფიქსიროთ რომ თქვენ არავითარ რუსეთში არ საზღვართ არ დაგიწყიათ მუშაობა მე ძალიან ზალავებ ხოლმე ამ თემაზე მაგრამ პუტინთან არ პუტინს არ ეს ისტორია თუ არა მაგრამ ყველა ქართველის 2 მილიონი ქართველი არ არის საქართველოში სამწუხარო დიახ ეს ისეა და მე იქ ხვდები ახლა საბერძნეთში რო ვიყავ და რო ხვდებოდა ხალი ზირთად ხალი გააგდეს აქედან ესეც რაღაც დამცირება ერის ხალები გაუშვეს იქ რომ უარო ბებრებს ხო ან ბავშვებს ჩვენი ემიგრანტები არაჩვეულებრივი ადამიანები რო არჩინოს იმ ხალმა თავისი ოჯახი აქვს აი რომ ხდებოდა ქუჩაში ქართველი ნუ ხედავ ქართველი და ისიც უცბად რეაქცია აქვს რომ ვიცნობს ტელევიზია არ ვიცი ხო ასე პოპულარული არა ვარ ალბათ მაგრამ ასე ძალები და მე უცბად თუ გერძენია და გამიმისას თუ რატომ არის ასეთ რეაქცია და იმათი შინიათ რომ მეკითხო სადმუშაობ ხო და იმას ხვენია რომ მიპასუხოს ეს არის ტრაგედია 2 მილიონი არ არის თუ დამჭირდა თუ ჩემ ოჯახს დაჭირდა მე წავალ რუსეთში კი არა აფრიკაში წავალ და ვიმუშავებ იმიტომ რომ მოეხმაროთ ჩემ ოჯახს ახლა მე არ მინდა თავის მართლება არა თქვენ უბრალოდ მე ხოვეთ რომ ბრძანდოთ რაც არის სიმართლე და სწორამდე მე მინდა რომ ჯერ იბად დაწერო რომ მე ვინა ვარ სპიონი და ეს დიდი ხანია დაწერილი ამას არ არის ხო ისე დაწერილი მე მინდა ძალიან სერიოზულად დაწერო აი ახლა ქეთინა დუმაძემ თქვა ნინუკა აგენტია და რობიკო გენერალიო ეს გადაეციო აი ამ მაჩხელინა და თქვენ გენერალი აგენტურულ ქსელში და ეს ხო ისე ცნობილი ამბავი აგენტია ანუ ქეთი დუმაძისთვის ცნობილია თქვენი თანამდებობები თქვენ გენერალი ხარ მე ვარ რა ქვია აი რომ თელი სპიონის ის რო აქვს ქსელი რო კოორდინატორი ხარ არა კოორდინატორი არ ქვია ნაზიჩიკი არა სტამოვიტა ეს ეს გამოყენებული არის ძველი
რაღაც შემთხვევა, როდესაც სიტუაციები ზუსტად გამსახურდიასთან დაკავშირებული არის ეს ისტორია, როდესაც მან გუმბარიძეს უთხრა, რომ შენ ხარ კგბ-ის აგენტი და გუმბარიძეს უნდა უთხრა, მე გენერალ-მაიორი ვარ და აგენტები კი მყავს ისე. აგენტი ხარ ეს ისტორია იგივისმებოდა. ამიტომ ბრძანდებით გენერალ მომწოდა მაიორა გელაშვილის წერილი ჩავედი ეხლა იქ ჩავტანე კალეგის საჩუქრად ჭაჭა ეს რაც ორიგინალურ ბოთში იყო ჩამოსხმული შევახვედით გაზეთებში ქართულ გაზეთებში და ჩავიტანე ეს გაზეთები მოხსნა და ხედავ 26 მაისზე არის რაღაც გაზეთი და მაიორა გელაშვილის წერილია და ხა მაიორა ძალიან მიყვარს გენიალური მწერალი ხალია უჭკვიანესი ფილოსოფოსი მოვიტყოდი და აბზაც მოვუკავი თვალი ბალო კაკოსთანო ჩვენო ვიჯეშითო და ლაპარაკობდით რატომ შეუერთდა საქართველოს ერეკლე მეორე რუსეთს როცა რუსეთმა აი აქ ტოტლებელმა უღალატა როცა მათქანი აქ შემოდიოდა არ დაეხმარა და ასე შემდეგ და უეცრად ისა კაკომ შემოიყვა ცალზე ხელი და მეუბნება მივხვდი იმიტომ რომ იქ რო არ შესულიყავით რუსეთში და წავსულიყავით აღმოსავლეთისკენ საქართველოს არ არისებოდა ერთმანეთს შევჭამდით საქართველოს ერთმანეთს გავანადგურებდით ეს არ ნიშნავს რომ რუსეთმა გაგვანთავისუფლა მაგრამ რაღაცა იმპერია ქონდა ევროპა არ იყო მაგრამ მოევროპულ რაღაცა იყო ეს ირანი მინდოდა ახლა ჩვენ თურქეთი მიღა ძალიან დიდი იმპერია ქონდა თურქეთსაც ხო და ჯობია რომ ჩვენ ერთმანეთი არ შევჭამოთ და თუ ვიღაცა ამას აძლიერებს ამ ფაქტს მაშინ ის ადამიანი საერთოდ უნდა გაუშვოთ საქართველოს ეს მე ვარ გამიშვით თქვენ ვერ გაგიშვით საქართველოსთან შოთა გურჯიძე გწერთ რომ მიუსამძიმრე ჩემგან და მომიკითხე აუცილებლად ასე კედელზე დაწერა ჩემი ესეთ აი ხა მე როგორც არის ხოლმე წერისუფალი რო ხარ და დეპეშები რომ ხედარი არის სადღაც გვერდით და შენ უცბად რაღაც გეცინები ასე მდგომარეობაში ვარ ეხლა ძალიან ვერ დავასახელებ სახელს და ჩვენ მივედით ჩვენ მეგობართან გარდაიცვალა мама რომელიც 9 წელი ძალიან წვალობდა ინსულტი ჰქონდა რაღაცა და შევედით პატარა სამი ოთახი ჰქონდა და გავედით აივანზე და ვეწევით და ეს თვითონ შვილი ჩვენი მსახიობი არ არის მოსულის დარბის საქმეებზე შემოვიდა და ხედავ დღევართ დაახლოებით 7 ვაკაცი აივანზე და ვეწევით შემოდით კაცო ჩვენ ხარ ვეწევით რა დაახლოებით ეს არის იუმორი რომელიც აი ხოლმე შეიძლება საქართველოში წარმოიშვას იცი წარეთანაც ხო ახლა ხო არ არის დათქვამი იმიტომ რომ გაგაცინოს უეცრად იმიტომ მამამისთან მოწევა არ შეიძლება ეს მომაკვავე იყოს სულ 8 წელი და უეცრად ჩვენ ეტყობა მექანიკურად გავედით გარეთ და უკვე დაახველებს ეს კაცი მორჩა მისი ცხოვრება და ახლა ჩვენ უკვე უნდა გითხრათ დიდი მადლობა გითხრათ ნახვამდის ჩვენ ახლა წავალთ თეატრში სადაც მთელი მსახიობები ჩვენთან არიან თეატრში დრამას ბოლო დრამას უწევენ და ხვალ დამშვიდობოს მისი საუკეთესო მაყურებელი საქართველოს საუკეთესო შვილები იქ უღირსი შვილებიც იქნებიან მაგრამ ჩვენ იმათ ამდვილად გავარჩევთ ჩვენ უკვე დავოსტატეთ ამ საქმეში ის ცრემლები რომელთაც ესენი გლიცერინით გამოიწვევენ ჩვენი ცრემლებს შევამჩნევთ და შეიძლება სულ
იროდეს ვიღაცა კაცი თავისთვის იქნება სადღაც კუთხეში და მე მივხვდები რომ იმას ესმის რა ხდება დღეს კარგად ზანდებოდი კარგად ზანდებოდი ძალიან დიდი მადლობა. უღმესი მადლობა რობერტ. დიდი მადლობა მინდა მოგიხადოთ ქალბატონო მაკა, ქალბატონო ნინუკა კიდევ ერთხელ მოწვევისთვის აქ ჩვენ და გამოხატვისთვის იმ სამზიმარის ეს არ არის მხოლოდ ჩვენი პირველი მთელი საქართველოს პირველი არის და კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით რომ ამ საშუალება მოგვიწევთ პირდაპირ ეთერით თქვა მსოფლიოსთვის არ მხოლოდ საქართველოსთვის. დიდი მადლობა, უღმესი მადლობა ჯერმანელებისთვის. დიდი მადლობა ბატონო კახა. უღმესი მადლობა იმისთვის კიდევ ერთხელ რომ გამონახეთ ძალა და დღეს ასეთ მძიმე ღამეს მობრძანდით ჩვენთან და ჩვენ საყვარელ ხალხს, თქვენს საყვარელ მაყურებელს, ჩვენს საზოგადოებას მაინც ესაუბრეთ და დღეს ჩვენ ეს ღამე პრინციპში ერთად გავატარეთ ბატონ რამაზ ჩხიკვაძის მოგონებაში. ჩვენ მას ღამე გავუთენთ ერთად, საზოგადოებასთან ერთად. ძალიან დიდი მადლობა რომ ჩვენც ამის მონაწილე გავხადეთ და ალბათ საზოგადოებაც ასევე მადლობელია თქვენი. უღრმესი მადლობა და ჩვენ ალბათ დავასრულებთ. ჩვენ დავასრულებთ ასევე ეთერს. მეც მინდა ძალიან დიდი მადლობა გითხრათ ამ პატივისთვის. მე იმედი მაქვს რომ ხვალ ნახავ ყველა იმ ადამიანს, ვინც თქვენ გულშემატკივრობთ. ვინც ჩვენ ქვეყანას გულშემატკივრობს და ვინც უბრალოდ არის თავისი ქვეყნის ღირსეული შვილი თქვენი თქმის არ იყოს ბატონ რობერტ და მე დარწმუნებული ვარ რომ ხვალ რუსთაველი გადაიკეტება და იქნება უამრავი სხვა ხალხი რომელიც გამოემშვიდობება ეპოქის შემქმნელ მსახიობს ძალიან დიდი ეპოქის შემქმნელ მსახიობს გასაკვირველი წარიულით გადაეცით ქეთინოს გამოსდა ეს სიტყვა Resident. გენერალისიმუსიო დაწერა ქეთინომ მანავს. ძალიან დიდი მადლობა ჩვენი სტუმარი ბრძანდებოდა დიდი მაესტრო ბატონი რობერტ სტურუა და ახალგაზრდა მსახიობები ბატონი ბესო ზანგური, ბატონი კახა კუპატაძე. ეს იყო მედია კავშირი ობიექტივის ახალი პროექტი ღამის სტუდია. ჩვენ მისი წამყვანები ქალბატონი ნინუკა ბორჩხაძე და ჟურნალისტი მაკა რაზმაძე გახდით. უღრმესი მადლობა რომ იყავით ასე გვიანამდე ჩვენთან ერთად. მომავალ შეხვედრამდე. ნახვამდის